საღამო მშვიდობის ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით. აი ძლივს მოვედი თქვენთან. მეგობრებო, ძლივს მოვედი თქვენთან. აი მოვედი. ხო. როგორც იქნა, მოვედი თქვენთან. აბა როგორ ვართ? სალამი ყველას. საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? მოკლედ, მრავალ შობა ახალწლებს დაესწარით, მრავალი ბედნიერი დღეები და წლები დაგთენებოდეთ, დაგდგომოდეთ. ნათლიღებასაც გილოცავთ. აი მისი მადლი და უფლის მადლი მუდამ გფარავდეთ და სულ დალოცულები ყოფილიყავით. აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის ყველას, სალამი მორიელ, როგორ ხარ? ეხლა ჩემო ძვირფასებო, ვინ წერთ, ვინ არ წერთ, არ ვიცი. კითხვებზე პასუხი არ მაქვს. კითხვებზე პასუხები არ მაქვს, როგორც ყოველთვის. დღეს გვექნება ესეთი საჯარო ლაივი თემით. ეხლა ვიგეტყვით რა იქნება თემა. ჩემო ძვირფასებო, ერთი წუთით უბრალოდ გადავაზიარო. არ ვიცი ვინები ხართ, მაგრამ მაინც გადმოგიზიარებთ. მოდი კირჩხიბი, მოდი ჩემო ლამაზო. ჩემო აქტიურო, აბა როგორ ხარ? მოკლედ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა იქნება საღამო მშვიდობის. ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა იქნება ესეთი სათაური: ჩაფიქრებული ადამიანის გეგმები თქვენთან დაკავშირებით. და რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით და რა გეგმებიც აქვს თუ გამოუვა. ხო, აი ესეთია ჩვენი დღევანდელი ლაივი, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ, გავეწყოთ, განვეწყოთ, მოვეწყოთ და განვეწყოთ. ვის ჩაი, ვის ყავა დასხედით და მოვემზადოთ. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თქვენთან მოსვლა და ჩემი ხასიათზე მოსვლა ერთია. აი რა გავაკეთო? ძალიან მიყვარს პუბლიკა. ხო. პუბლიკა ძალიან მიყვარს. გაიხარე კირჩხიბი, კარგად უნდა იყო ყოველთვის, მაგრად უნდა ვიყო, სხვა რა დაგვრჩენია, ხო? მოკლედ მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა არის ჩაფიქრებული ადამიანის გეგმები თქვენთან დაკავშირებით. ხო. დანარჩენებს მიყვეთ ნელ-ნელა. ხო, აბა რა. უკეთესობისკენ მივდივართ, კირჩხიბი მივდივართ. კი, ნამდვილად მივდივართ უკეთესობისკენ. ცოტა უკვე ინათებს ჩემთან მეგობრებო, და თქვენთანაც გამონათებულიყოს. მოკლედ, ეხლა მე რაც მინდა დავიწყო. ხო, ცოტა ესე მივავრუნოთ. ყველაფერი რომ არ გამოჩნდეს. საჯარო გაშლების ზოგიერთებთან აი 100%-ით რეზონირდება, მეგობრებო, და ზოგთან ვისთან როგორ. ზოგჯერ პირადზე უფრო საჯარო რეზონირდება, ასე რომ თქვენი ინფორმაცია აიღეთ, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გულს გაეხარდება, აიღეთ, მიიღეთ ის, რაც არ მოგეწონებათ, არინერვიულოდ. გაუშვით. ხო. თუნდაც ერთი წინადადება მოვიდეს თქვენამდე, ის ერთი წინადადება მიიღეთ, დანარჩენი გაუშვით. როგორ არა, ესე შეიძლება რომ არ რეზონირდეს, არც მაგაზე არ უნდა ინერვიულოთ, მეგობრებო.
გაიხარეთ თქვენც ასევე მრავალი ბედნიერება დაგბედებოდეთ ჩემო ძვირფასებო. მოკლედ დავიწყებ მეგობრებო თქვენი დახასიათებით. მეტი ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, რადგან გამოსავალი მეტი არ მაქვს, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მე დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიის წაკითხვით. ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ, როგორი ადამიანები მიყურებთ, განამე კი ვიცი როგორები მიყურებთ, მაგრამ მაინც. დავიწყებ თქვენი დახასიათებით, ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უკვე მოთმინების ზარღვი გაუწყდა. თქვენ ხართ ის ადამიანები უკვე რომლებსაც უკვე აენთო წითელი რო იტყვიან და უკვე ბოლო წვეთიც აღარა უკვე დარჩენილი. აი ხო გეუბნებით. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეთ კრიზისიდან გამოსვლა, გადართვა, აი ესე რომ გადართავ, აი ძველად რო ტელევიზორები იყო ხო გახსოვთ? აი всё გადავრთე ქართულიდან რუსულზე, დამთავრდა. აი სულ სხვა ნოტებზე გადაერთვეთ უკვე. აი თუნდაც დღეს, თუნდაც აი ნახეთ, წახვედით იმ სიტუაციიდან რაშიც იყავით და აი ეს მოხდა რაღაც წამებში. ბევრ თქვენთაგანთან მოხდა წამებში მეგობრებო. კი. და დაბრუნება არა, შანსის აღება სამყაროდან, კიდევ ერთი შანსის აღება. კი, ეს მოხდა თქვენთან. ბევრმა თქვენთაგანმა აირჩია საკუთარი თავი, მხოლოდ მე და მეტი არავინ. კი. აი ესე მეგობრებო. აი ზუსტადად ესე. კიდევ ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ის ადამიანები, ახლა რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. კი. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე იცი როგორ მოხვედით, აი რაღაც გაუგებარისით ნახეთ, ნეპრიატნასც. რაღაც მოხდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა, რომელსაც არ ელოდით და აი ამ ყველაფერმა მიგიყვანათ იმ ზომამდე, რომ აი ესე ერთი ხელის მოსმით მოგეჭრათ ყველაფერი. კიდევ ვინ ხართ თქვენ? ხო, ეხლა იცით როგორ ხართ? აი საკუთარ თავთან მოდი ესე ვიტყვი. კაიფობთ მეგობრებო. აი ზუსტად ის მომენტი გსიამოვნებთ, რაც გაქვთ ეხლა. აი ესე ხართ ბევრი თქვენთაგანი. აი საკუთარ თავთან ხართ, აი პირდაპირ კაიფში რო იტყვიან. აი იმდენად გსიამოვნებთ ეს სიტუაცია, ეხლა რაშიც ხართ. აი ვერ წარმომიდგენია. აი ძალიან კარგად ხართ ამ კი მეგობრებო გამოხვედით ამ ლაბირინთიდან. აი ნახეთ. არ ვიცი ვინ წმენდები გაიკეთებთ, ან ვინ წმენდებს იკეთებთ, ვინ რაღაცას აკეთებთ, შეიძლება რაღაცას უყურებთ, თუნდაც უყურებდეთ. ესეც დადებითად მოქმედებს მეგობრებო. აი ნახეთ, აი თუ ამას უსმენთ, აი ეს როა, აი ესეთი ჭიქაროა მეტალის და აი ესე რო ატრიალებენ, ეს ბუდიზმის თუ რაღაცის არის, არ ვართლად გათვითცნობიერებული, მაგრამ აი ამისი ხმა მეც ძალიან მსიამოვნებს, აი ეს ბევრმა ეს გააკეთეთ. ვიღაცამ ეს გააკეთა, ვიღაცამ რაღაცა გააკეთა მოკლედ. მორიელ, შენ ხო იცი მე როგორ გადავერთვე? აი შენც ხო ხედავი ხლა, აქ რაცა. ხო. გამარჯობა, საღამო მშვიდობის. მოკლედ გავაგრძელებ მეგობრებო. ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? ვინ ხართ თქვენ? მამაკაცები, მამაკაცურ ენერგიებში ხართ, მაგრამ ქალბატონები მამაკაცურ ენერგიებში ხართ, მოკლედ რო იტყვიან, ერთი სიტყვით და ორი გაგებით. აი თქვენ ხართ ის ქალბატონები, ის დედოფლები, რომლებიც აი ჟანა დარკივით, ხმლებით დაბრიალობთ. გავგიჟდი. ხო, აი ის ხართ თქვენ, აი ეს ადამიანები ხართ თქვენ. აი ესეთი ქალბატონები ხართ თქვენ, რომლებიც აი ესე ხმლების ბრიალით, არ ვიცი მეგობრებო, ვინ რა იბრძოლეთ, ვინ რა ომი გამოიარეთ, ეს სულ ახლახანი იყო, აი ახლახანი იყო, არ ვიცი ვინ რა გამოიარეთ, მაგრამ კი, ეს ყველაფერი უცებ მოხდა. კიდევ თქვენი ენერგიები, სასწაული თუ გინდოდეთ. თქვენი ენერგიები გამოუვალი სიტუაციიდან გამოხვედით. აი ნახეთ,
ნახეთ ეხა მეგობრებო, აი უბრალოდ კარტები როგორ ჭიკ-ჭიკებს რო იტყვიან. აი ნახეთ ატკაზი, უარი უთხარით გამოუვალ სიტუაციას. უარი უთხარით ყველას და ყველაფერს და საზღვრები აღმართეთ ყველასთან და ყველაფერთან, რაც თქვენ არ მოგწონდათ. აი ეს გააკეთეთ. რომელმა გააკეთეთ მეგობრებო? ვინ რა გააკეთეთ ესეთი? თქვენ ჩართეთ ინტუიცია, თქვენ მიენდეთ გულის კარნახს. გულმა გითხრათ რომ რაღაც ვერ არის? ხო ასე იყო. ხო, რაღაც ვერ არის, გულმა გითხრათ რომ რაღაც ვერ არის და всё, გადაგეკეტათ. აი რაღაც გონებაში უცებ გადაგეკეტათ, მე არ ვიცი რა იყო და აი შუქს რო ჩააქრობ. ხო, წამებში ჩაქრა შუქი, მორჩა კინო წავიდა სახლში. ხო. ფაინე, რა მაგარია. ხო. აი ეს მოხდა. ზუსტად ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი მეგობრებო. არ არსებობს ჩემო ძვირფასებო. ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, რა სისულელია, საკუთარი თავი უნდა აირჩიოთ ყოველთვის. აი ზუსტად სადაც არ ასჯობს, გაცრასჯობს. ზუსტად. მოკლედ. გავაგრძელებ კიდევ. ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებთ? ესე იგი მეგობრებო, ისეთი დიდი სტრესი გაქვთ გადატანილი, ისეთი დიდი ემოციური ფონი გაქვთ გადატანილი, ბევრი თქვენთაგანი ახლა შეიძლება ესე იმყოფებოდეთ, მაგრამ არა უშავს. მარტო ყოფნა ჯობია, ხო იცით? ისეთ ადამიანებთან ყოფნა, სადაც არ ასჯობს, გაცლა სჯობს, აი ზუსტად ეს სიტუაცია სჯობს. ზუსტად. ხო. იცით თქვენ როგორი ადამიანები ხართ მეგობრებო? ადამიანი რომლებიც აი თუნდაც საკუთარი შვილი, თუნდაც საკუთარი მამა, ოჯახის წევრი, აი თქვენ როგორები არ ვიცი ადრე როგორი იყავით, მაგრამ ეხლა იცით როგორები ხართ? სულ სხვანაირად უყურებთ ამ ცხოვრებას, საერთოდ სულ სხვანაირად უდგებით ყველაფერს. თუ კი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს თუნდაც იმ ყურადღებას თქვენ არ მიაქცევთ. ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც შვილი, თუნდაც მეუღლე, თუნდაც ცოლი, თუნდაც ქმარი, დედმამა, ნათესავი, მეზობელი, ძაღლი რო იყოს, ძაღლის ფასადაც არ ჩააგდებთ. ხო, ადამიანმა თუ თქვენი ყურადღება დაიმსახურა, იმ შემთხვევაში კი ბატონო, მიიღებს იმ დიდ წილს სიყვარულს, რაც თქვენ გაგაჩნიათ ყველას მიმართ, მაგრამ ამას ძალიან დიდი დამსახურება ჭირდება, რომ თქვენ ადამიანებს ესე გულით მიენდოთ უკვე. დამთავრებულია უკვე მეგობრებო. ხო, აი ვირის ხვრელში უნდა გაძვრეს ადამიანი, რომ თქვენი ნდობა დაიმსახუროს. ძალიან ბევრი ხართ ასე კი. ძალიან ბევრი ხართ ასე. აი ნახეთ უბრალოდ. აი ნახეთ, აი რა კონფლიქტები გაქვთ გავლილი. ამ კონფლიქტებიდან თავი, აი მკვდარი აღდექით. რო იტყვიან, მკვდარი აღდექით. ხო. აი ნახეთ, კონფლიქტური, ძალიან ბევრი დაბრკოლებები გაქვთ გადატანილი, ძალიან ბევრი მოღრუბლულობა, ქაოსი, არეულდარეულობა, აი სასწაული გაქვთ გავლილი პროსტა. სულ აი შეუთავსებლობა ხასიათის, აი სულ ესეთი, თქვენს ცხოვრებაში მზე ალბათ არასდროს ყოფილა. თქვენს ცხოვრებაში მზე არასდროს ყოფილაო, ასეა ნათქვამი, მაგრამ აი ნახეთ, სულ ყოველთვის, აი იცი, ძალიან ბევრჯერ ყოფილ ხართ, აი ისევ და ისევ, რამდენჯერაც ენდეთ ადამიანს, იმდენჯერ წაგაქციათ, რამდენჯერაც ესე მიაწოდეთ გული ხელით ადამიანს, იმდენჯერ გაგაქვავათ, გაგყინათ, მოგიძულათ, ძალიან ბევრჯერ იყო ესეთი შემთხვევა თქვენ ცხოვრებაში, ძალიან ბევრჯერ ეცადეთ, ბევრჯერ, მრავალჯერ ეცადეთ, აი ნახეთ რამდენი ყლორტიც აქვს ამ ყვავილს, იმდენჯერ ეცადეთ ფეხზე დადგომა. ძალიან ბევრჯერ ეცადეთ თავიდან ცხოვრების დაწყება. ეს ბევრჯერ იყო, 1-ჯერ, 2-ჯერ, 8-ჯერ, არა, უფრო მეტჯერ იყო. ხო. ესე იყო. მოკლედ, როგორი ადამიანები მიყურებთ?
ჯოჯოხეთ გამოვლილები. ჯოჯოხეთ გამოვლილები, მეგობრებო. თქვენთვის უკვე დაბრკოლება არ არსებობს. თქვენთვის უკვე სირთულე არ არსებობს. თქვენთვის უფულობა არ არსებობს. ფული აღარ გააქვთ, აღარ ნერვიულობთ. ჯანმრთელობა არ გააქვთ, აღარ ნერვიულობთ. სიყვარული არ გააქვთ, არც ამაზე ნერვიულობთ. გვერდით ვინმე არ გყავთ, არც მაგაზე ნერვიულობთ. ვინმეს არ ადარდებთ, არაფერზე აღარ ნერვიულობთ. აი ზუსტად, აი თქვენთვის ყველა და ყველაფერი სულ ერთია. თქვენ უკვე გული კი აღარ გტკივათ. თქვენ არაფერზე გული აღარ გტკივათ. ანუ ესაა სრული ტრანსფორმაცია, ჯოჯოხეთური, მაგრამ მაინც აი ეს უნდა მოხდარიყო თქვენ ცხოვრებაში. ეს უნდა მოხდარიყო, მეგობრებო. იცით რატომ უნდა მოხდარიყო? საკუთარი თავისფასი უნდა გესწავლათ. სასწაული ლაივია დღეს პროსტა. აი იცით რა ისი თქმა მინდა ეხლა ნახეთ? ეხლა როგორ ხართ? ეს სიყვარული გაგაჩნიათ. თქვენ სიძულვილი მაინც არ ჩაგიდვიათ გულში. ნახეთ რა მხელა სიყვარული გაგაჩნიათ. ძალიან დიდი სიყვარული გაგაჩნიათ, მაგრამ იცით როგორ ხართ? საკუთარ თავს აღარ აძლევთ უფლებას უკვე. რო ვინმე შეიყვაროთ, საკუთარ თავს ეუბნებით და აიძულებთ, რომ არავისთან სისლაბე არ გამოიჩინათ, თორემ ოჯახიც გინდათ, აი პარტნიორიც გინდათ, რო ყავდეთ, სიყვარულიც გინდათ, ყველაფერი გინდათ, მაგრამ იცით როგორ? თქვენ აღარ გინდათ. თქვენ გინდათ უბრალოდ რომ სხვას უყვარდეთ, სხვა გაფასებდეთ, სხვა გელოლიავებოდეთ, სხვა გდევდეთ. ეხლა სხვა მინერვიულოს ამას ამბობთ. ხო, ნუ ანუ რისი თქმა მინდა, ეხლა მიხვდებით მეგობრებო, ხო რა. თქვენ უკვე აღარ გასცემთ იმ დიდ სიყვარულს. პირიქით, ეხლა ამბობთ რომ ეხლა უნდა მივიღო. ხო. თორე სიყვარული როგორ არ გააქვთ. შეგიძლიათ უბრალოდ გააქვთ, არა, შეგიძლიათ. უბრალოდ აღარ გასცემთ. იმიტომ რომ იმდენად დაგაცარიელათ, მეგობრებო, იმდენად დაგსტრესად და იმდენად უკვე ჩაკეტილობის შეგრძნება მოგცათ, რომ აღარ გინდათ უკვე გასცეთ არაფერი. ანუ ამბობთ რომ რაც მინდა, ჩემთვის მინდა, всё. ხო. მოკლედ კიდევ ერთი ორი ბარათი მეგობრებო და მერე გადავიდეთ უკვე პარტნიორზე. მიმკითხავე. მეგობრებო, აი მაპატიეთ, ჯერ პირად გაშლებზე ვერ გადავედი, ვერ მოვედი მაგამდე. იმედია ნელა დავლაგდები. რა თქმა უნდა. კიდევ ერთი ორი ბარათი მეგობრებო. ერთი ორი ბარათი კიდევ. ერთი ორი ბარათი. ხო, აი მეგობრებო, ნახეთ? ესეთი გაქვთ გავლილი. აი უბიტი, რაზბიტი, აი რუსულად კარგად იტყვის, მოკლული, დაკლული, განადგურებული, დამსხრეული, აი განიავებული. ხო, აი ესეთები იყავით. ანუ ესეთი ცხოვრება გაქვთ გავლილი კიდევ. ხო, კიდევ. თქვენ გინდათ ამიდან განთავისუფლება, ნახეთ უბრალოდ. თქვენ გინდათ გაუშვათ ეს სიტუაცია, თქვენ გინდათ გაუშვათ ეს პარტნიორი, მერე რა თუნდაც გიყვარდეთ, ეს სიყვარულს თქვენთან იტოვებთ და გინდათ რომ იყოთ ამ ურთიერთობიდან წახვიდეთ. განთავისუფლება, ხო, გარისკეთ თქვენ და წასვლა ამ ურთიერთობიდან კი. კი, მეგობრებო. თუმცა ეს იყო კარმა, ხო გეუბნებით. ეს იყო თქვენი გასავლელი გზა, ეს იყო თქვენი კარმა და ეს უნდა გაგევლოთ. ამას თქვენ გვერდს ვერ აუვლიდით, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი თავისფასი უნდა გესწავლათ. აი იმიტომ რომ ესე ლანგრით არა და ხელის გულზე დადობილი საკუთარი გული ესე უმოწყალოდ გაუწოდეთ ადამიანებს. ხო. ხო, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეს გზა უნდა გაგევლოთ, თუმცა არა უშავს.
არა უშავს, ეს იყო თქვენი გასავლელი გზა, მაგრამ ეს იყო თქვენი კარმა და ეს იყო თქვენი გაკვეთილი და ეს იყო თქვენი მოსახდელი ვალი, რომელიც მოიხადეთ. ამაზე უარესი უკვე აღარაფერი აღარ იქნება, იცოდეთ. 1000%-იან გარანტიას გაძლევთ. ამაზე უარესი თქვენ ცხოვრებაში არაფერი აღარ მოხდება, ასე რომ არ ინერვიულოთ. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, გადავიდეთ ეხლა თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანზე. თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანზე გადავიდეთ ეხლა, ესეთი იყო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელებ. არც ერთი კითხვა და არც ერთი ქოინი. მე არ ვარ ესეთი, რომ აქ ქოინებზე მუშაობს. მე ზოგადად კითხვებით არ მუშაობ, მეგობრებო. მე არ მაქვს ერთკითხვიანი, ორკითხვიანი პირადი გაშლები. მე არ მაქვს ესეთი. ასე რომ შეკითხვის დასმას აზრი არ აქვს. არანაირი ქოინი, არანაირი შეკითხვა. უღრმესი მადლობა ყველას. მოკლედ გავაგრძელებ ახლა და დავიწყებ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის. ჩაიფიქრეთ ადამიანი, თუნდაც მეგობარი, თუნდაც მეზობელი, დაქალი, ძმაკაცი, მეგობრებო, სხვათა შორის მეგობრებიც რო ჩაიფიქროთ, ზოგჯერ ძალიან კარგია, იმიტომ რომ გადაამოწმოთ რამდენად სანდო მეგობრები ყავთ გვერდით. მე ახლა მეც იმიტომ ვამბობ, რომ აი ამ ბოლოს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ისეთი რაღაცები მოხდა, რომ მხოლოდ პარტნიორზე არ უნდა გადახედოთ ცხოვრებას. რომელიც გინდა ჩაიფიქრე, რას ქვია ახლა ახალი თუ ძველი? მორიელ, რა არის ახლა ეს რა შეკითხვა? მოკლედ დავიწყებ მეგობრებო. ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. გინდა ახალი, გინდა ძველი, გინდა მეზობელი, მეგობარი, დედმამიშვილი, რა ვიცი. ხო. და დავიწყოთ ახლა თქვენი დღევანდელი ჩვენი თემა არის ჩაფიქრებული ადამიანის გეგმები თქვენთან დაკავშირებით. ხო, მაგრამ ახლა ჯერ პარტნიორი. ახლა პარტნიორი ვნახოთ როგორ ენერგიებშია. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი როგორ ენერგიებშია, მეგობრებო, ახლა გავარკვიოთ. დავიწყოთ. იმედია ჩაიფიქრეთ. როგორ ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული, ძალიან დამწუხრებული, ძალიან დეპრესიული, ძალიან მოწყენილი, რო იტყვიან. ხო, როგორ ენერგიებშია, ტკივილნარევი ენერგიებშია, მეგობრებო, ნახეთ, დანაჩაცემული, განადგურებული, განიავებული, აი ხედავთ ხო? აი უბრალოდ. ხო. აი ესეთ ენერგიებშია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. კიდევ მისი ენერგიები. აჰა, კარტები ცვივა. მეგობრებო. აი ეს ადამიანი ზოგადად არის ძალიან წასულ-მოსული გზებით. აი ეს ადამიანი შეიძლება სულ იყოს გზაში, ეს ადამიანი შეიძლება ყოველთვის იყოს ამ რაღაცნაირი სირთულებით დაღლილი, მიდის, მოდის, გადადის, გადმოდის. აი თითქოს რაღაცა ისეთი დაუსრულებელი მისვლა-მოსვლა გზები, ამბები კონდეს ამ ადამიანს, თუმცა იმდენად მშვიდობის მოყვარული იყოს, შეიძლება კიდევ. აქ არის კიდევ თავისი ნახეთ, ეს ამ ადამიანს სამყაროდან ეძლევა რაღაც შანსი, თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და რაღაცის დამთავრება, რაღაცის წმენდები, რაღაციდან განთავისუფლება, რაღაცის გამოსყიდვა და მთელი რიგი ამბები აქვს მოკლედ ამ ადამიანს.
კიდევ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ხო, აი ნახეთ, უყურეთ ახლა. აი მეგობრებო, შეხედეთ ახლა. აქ არის კონფლიქტი. ეს ადამიანიც თქვენაირი კონფლიქტებში იყო და ამ ყველაფერს გაიქცა. აი არ ვიცი ახლა რა ხდება, მაგრამ თითქოს და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანსაც აქვს რაღაც მსგავსი, მაგრამ ამ ადამიანმა რაღაციდან გაიქცა, რაღაციდან წავიდა, რაღაციდან გაუგებრობაში წავიდა. ეს ადამიანი იმყოფება ახლა როგორც ხედავთ, აქ არის ნევიძიმი, არის გაუგებრობაში არა უჩინმაჩინი. ხო, ან ამ ადამიანის ასავალ-დასავალი არიციან, რო იტყვიან. ხო, ეს ადამიანი მალავს თავის გადაადგილებას, ეს ადამიანი მალავს სად არის, ვისთან არის, გაურბის ადამიანებს, არ იმყოფება ეხლა არავისთან კონტაქტზე, ხო, მოკლედ უჩინარივით არის გამხდარი, რო იტყვიან. კიდევ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. აი, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ აი რაც თქვენთან ამოვიდა, ესეც მასთან ამოდის. ანუ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეგობრებო, ეხლა ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, ფიქრობს თავის შეცდომებზე, სად დააშავა, რა დააშავა, სად შეცდა, აი თითქოს რაღაცნაირად ამ ყველაფერზე ძალიან ეხლა დარდობს, არა ფიქრობს. ამ თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს შეიძლება კონდეს პირში წყალი ჩაგუბებული და არაფერს არ ამბობდეს, თუმცა არის ქვასავით გადაქცეული, თუმცა ამ ადამიანს აქვს მომავლის იმედი, თითქოს ამ ადამიანს ძალიან დიდი რწმენა აქვს, ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ძალიან ბევრი მტკიცებულებები, აი ხედავთ ხო, კარგზეც აწერია და მომავლის იმედი აქვს. ძალიან დიდი ემოციური სურვილი აქვს, ძალიან დიდი სურვილი აქვს თავისი ცხოვრების გაუმჯობესების, თუმცა ძალიან შეპყრობილია აი რაღაცით. ეს ადამიანი აკვირდება ყველას და ყველაფერს რო იტყვიან, თითქოს რაღაცას ვერ ელევა, თითქოს რაღაცა შეიძლება კონდეს ისეთი რაც თქვენ არ იცოდეთ, ბევრი რამე შეიძლება არ იცოდეთ ამ ადამიანის შესახებ და ხო, ეს ადამიანი კიდევ შეიძლება იყოს დამკვირვებლის როლში, რო იტყვიან. შეიძლება უყარდეს მზე, შეიძლება ესეც შვებოდეს ხელებს, ხო, არ ვიცი, ხშირად ესე კონდეს, აი ხედავთ ხო, როგორც არის, შეიძლება ესე კონდეს ხშირად ხელები, ხო. ნახეთ ქვემოდან როგორია, თუმცა შეიძლება იყოს ძალიან მეგობრული, ძალიან ერთგული, ეს ადამიანი არის ძალიან სანდო, მინდა გითხრათ, კი. ეს ადამიანი არის ძალიან მეგობრული, თუმცა არასოდეს არ გიღალატებთ. შეიძლება იყოს ძალიან მომხიბვლელიც, თუ კი დავაკვირდებით ამ ფოტოს. მოკლედ, ქალბატონებო, თქვენ ხართ ძალიან სასურველი მისთვის, რო იტყვიან. თუ კი ქალბატონები მიყურებთ, ძალიან თბილები, ძალიან ყურადღებიანები, ძალიან მომხიბვლელები. მინდა გითხრათ და ძალიან ლამაზები, კი. არ ვიცი, თუ კი რამეს მთქმელია ეს ფოტო, შეიძლება გგავდეთ თქვენც, იყოთ ესეთები მისთვის. აი ესეთად გახასიათებს თქვენი პარტნიორი. არა უშავს მორიელ წერონ. აკოპიროს და იყოს დაანებენ. ხა. ეს ადამიანი შეიძლება ეხლა იყოს რაღაც ხელფეხშეკრული, რაც მას უნდოდეს, იმას ვერ აკეთებდეს, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თავისი ცხოვრება გაიუმჯობესოს. კიდევ. აჰა, აი ხო გეუბნებით, ისიც თქვენსავითაა, მეგობრებო. ისიც თქვენსავითაა. ძალიან ეწინააღმდეგობდეს შეიძლება საკუთარ თავს. ამ ადამიანს შეიძლება ყავდეს კიდევ ძალიან ბევრი თაყვანის მცემელი. ეს ადამიანი რაც არ უნდა იყოს, რანაირიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, მეგობრებო. ძალიან იყოს შეიძლება ხო, ძალიან ბევრი, აი როგორც თქვი, წეღან თაყვანის მცემელი ყავდეს. კი. შეიძლება ყავდეს. შეიძლება კონდეს ისეთი რამ, რაც მას ძალიან მომხიბვლელს ხდის. კიდევ.
მისი ენერგიები, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ეს ადამიანი გაურბის ყველას და ყველაფერს ეხლა. ეს ადამიანი აკვირდება ყველას და ყველაფერს ეხლა. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, მეგობრებო, 24/7-ზე ინტერნეტშია. ამ ადამიანს აინტერესებს ვინ, სად, რა, როგორ. ქალბატონებო, თქვენ შემთხვევაში ეს ადამიანი გითვალთვალებთ, შორიდან გიყურებთ, შორიდან გაკვირდება. აი თქვენ შორის დიდი მანძილია. თქვენ შორის, თქვენი და თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის შორის ძალიან დიდი მანძილია, ამიტომ მე აქ ვხედავ ინტერნეტ სოციალურ ქსელებში ბოდიალს. ხო, ეს ადამიანი 24/7-ზე გითვალთვალებთ და მე მგონი ვთქვი, რომ თქვენ შორის ძალიან დიდი მანძილია. მანძილია. რა თქმა უნდა, გიყურებს. კიდევ, მისი ენერგიები. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ნახეთ, ამ ადამიანის ცხოვრებაში დამთავრდა ჯადოები, დამთავრდა ნეგატივი, დამთავრდა მაგიები, აი იქ წმენდები მაჩვენაკი. მეგობრებო, ამ ადამიანმა დაასრულა რაღაც ეტაპი და წავიდა რაღაციდან, ვიღაციდან, რაღაციდან, აი ესე ჩაიბარგა და წავიდა. მე არ ვიცი ახლა ვინ მიყურებთ, ვინ ჩაიფიქრეთ, როგორი ჩაიფიქრეთ, მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრებაში ნეგატიური ცხოვრება, ნეგატიური ადამიანები, ეს ყველაფერი დამთავრდა. დასასრულია. კი. ქვემოთ ნახეთ, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი იფიქრა, ძალიან ბევრი გააანალიზა საკუთარ თავში და წავიდა იმ სიტუაციიდან, რაშიც იყო და სადაც იყო ის სიტუაცია მისი არ იყო. ეს შეიძლება ნებისმიერი რაღაცა ყოფილიყო. გაურკვეველი სიტუაცია, შეიძლება იყო ნეგატივი, შეიძლება იყო ბოღმიანები, შურიანები, ჯადოები, ნეგატივები, შავი მაგია, ცუდი ფიქრები, აი ყველაფერი ცუდიდან ეს ადამიანი წავიდა. ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი ფიქრა ადგა და წავიდა. კი. ჩემო ძვირფასებო, არა უშავს თუ დააცოტა მოგვიანებით შემოხვედით. აუცილებლად ავტვირთათ YouTube-ზე. დღეს არის სასწაული ლაივი, ასე რომ აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე და შეგიძლიათ სრულად უყუროთ. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები კიდევ ძალიან ბევრი მინდა ვისაუბრო მასზე. აი ნახეთ, ეს ადამიანი გაურკვევლობაშია, ეს ადამიანი არავის არ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. ეს ადამიანი ტირის, იცინის თუ იღიმის თუ რასაკეთებს, მას ვერავინ ვერ ხედავს. ძალიან ისეთია რა, არავის არ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. ნამდვილ სახეს ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ცუდს აკეთებდეს, არა. უბრალოდ ამ ადამიანს აქვს ისეთი სიტუაცია, თან აქაც ხო გვაჩვენა, ნახე, როგორ გაურბის ყველას და ყველაფერს. ეს ადამიანი ეხლა თავის ცხოვრებას არავის არ უყვება, თავის სიტუაციას არავის არ აჩვენებს. ეს ადამიანი იმყოფება ეხლა გაურკვევლობაში სხვებიდან, იმიტომ კი არა, რომ რაიმე არა, მის საქმეს ეხლა სჭირდება ის, რომ არავის არაფერს არ აჩვენებდეს. შეიძლება კიდევ გქონდეს სტატუ ამ ადამიანს. ქალბატონებო, შეიძლება თქვენს პარტნიორს სტატუ გქონდეს. რაღაც ბეჭედს ატარებდეს. ეს ბეჭედი შეიძლება იყოს ნიშნობის ბეჭედიც და შეიძლება იყოს ჩვეულებრივად ბეჭედი. უბრალოდ ეკეთოს ადამიანს. არ ვიცი ხლა თქვენ ნამდვილად მიხვდებით მე რაზეც ვსაუბრობ. კი. შევეცდები თუ გადმოვტვირთე, აუცილებლად ავტვირთავ მეგობრებო. როგორც კი გადმოვტვირთავ, არ ვიცი როგორ მოვახერხებ, მაგრამ როცა გადმოვტვირთავ, აი ეგრევე ავტვირთავ YouTube-ზე. აი მე როგორ მინდა ბევრი რამე ვისაუბრო ამ ადამიანზე. დღეს რაღაცნაირი პარტნიორია მოსული. არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ. ამ ადამიანსაც თავისი კარმა აქვს გასავლელი. ნახეთ? აი თქვენსავით. ეს არის წარსული ცხოვრებიდან მოსული. ეს არის წარსული ცხოვრებიდან გადმოსული კარმული დავალებები, კარმული გაკვეთილები, რომელიც მას უნდა გაევლო. ამ ადამიანმა დაასრულა თავისი კარმა. კი, ამ ადამიანმა დაასრულა თავისი კარმა. თან დაასრულა ძალიან კარგად. ძალიან კარგად დაასრულა. ნახეთ, აქ ჩანს წასვლა და დასასრული, ასევე დასასრული კარმის. ნახეთ? ნახეთ მეგობრებო? მე მგონი ხედავთ, ხო? თავისი დასასრული. აი ესე გაჩვენებთ. ამ ადამიანის კარმის დასასრული. ანა მარია დღეს მე მგონი დაგაგვიანდა, მაგრამ არა უშავს. საღამო მშვიდობის, გაიხარე ჩემო კარგო.
მოკლედ, თქვენმა პარტნიორმა რაღაც დაასრულა, დამთავრდა თავის ცხოვრებაში ეტაპი და განთავისუფლებისკენ მიდის. კიდევ რას გვეტყვის? ძალიან ცუდი მინდა რაღაც ვთქვა ეხლა. თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ძალიან თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა, მეგობრებო, მაპატიეთ ეხლა თუ კი სულ პარტნიორი მაკერია პირზე. ვინ მეგობარი ჩაიფიქრეთ, ვინც გინდა ის ჩაიფიქრეთ. მე უბრალოდ იმდენად მივეჩვიე პარტნიორზე საუბარს და იმდენად რაღაცნაირად გამახვილებული ყურადღებით მოვდივარ ამ თემით, რომ ხო, რა გავაკეთო, მომიტევეთ, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. ხო, ამიტომ უყურეთ ეხლა რისი თქმა მინდა. ძალიან ბევრჯერ უნატრია სიკვდილი ამ ადამიანს. ძალიან ბევრჯერ უფიქრია და უნატრია. იქნებ ისიც უთქვია, ღმერთო, რატო ვარ ცოცხალი? ან შეიძლება ისეთი რთული ცხოვრება აქვს გავლილი, რომ ჯოჯოხეთი. იქნებ ვინმე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია გარდაცვლილი. არ ვიცი, გარდაცვალებაზე, სიკვდილზე საუბრობს. ეხლა თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, მე რასაც საუბრობ, მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან ბევრი გამოუვალი სიტუაცია ქონია. ძალიან ბევრი უარი ქონია ცხოვრებაში, მაგრამ გამოსულა ყოველთვის ამ სიტუაციიდან. ამიტომ ეხლა როგორც თქვენ ისიც უკვე არის უკვე ბოლოსკენ მიდის, ანუ კარგისკენ მიდის. ამ ადამიანს აქვს რაღაც ისეთი ჩაფიქრებული, არ ვიცი რა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ რეალობაში დაბრუნება უნდა. ამ ადამიანს უნდა რომ ისე სიცოცხლე დაიბრუნოს, ისე ხალისი დაიბრუნოს. ამ ადამიანს უნდა რომ თავისი ცხოვრება, თავისი სურვილები, თავისი გეგმები განახორციელოს, აი ამ კრიზისიდან გამოვიდეს, აი ნახეთ უბრალოდ. და ამ ადამიანსაც უნდა ისეც თქვენსავით დამსხრეული და დამტრეულია, ამასაც ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს. აი არ ვიცი, ძალიან მინდა რომ რაიმე სიტყვით მოვიტანო თქვენამდე და არ გამომრჩეს. ეს ადამიანი არის ძალიან ამაყი, თუმცა ამაყი და შეუპოვარი თავის ოცნებებთან და ფიქრებთან, აქ სიამაყე ცოტა სხვანაირად საუბრობს. ძალიან დიდი, აი ნახეთ მეგობრებო. აი ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სიყვარულის მატარებელი. მე არ ვიცი დღეს ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ ეხლა ასია. ადრე რა იყო არ ვიცი, მაგრამ ეხლა ასია. ეს ადამიანი არის ძალიან ყველადან მიტოვებული, ყველას გაურბის. შეიძლება წინაზეც იყო, ამას წინათაც იყო ესეთი აი შინაარსი, რომ შეიძლება მართლა წავდეს ვინმე მისთვის საყვარელი ადამიანი გარდაცვლილი, რომელთანაც სასაფლაოზე დადიოდეს და ესაუბრებოდეს ამ თავის გულის ტკივილს. შეიძლება ეს მისი სიყვარულიც იყოს გარდაცვლილი, არ ვიცი ვინ ყავს გარდაცვლილი, მეგობრებო, მაგრამ ამ ადამიანს ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია. მე არ ვიცი გეუბნებით ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ კარტები რასაც საუბრობს არის ის, რომ ეს ადამიანი ეძებს ან ხედავს ან უნდა რომ ყავდეს მის ცხოვრებაში თავისი სულმეითი, სულიერი მეგობარი. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ ყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, ვისთანაც იქნება ქორწინებაში. მე მართლა არ ვიცი ვინა ეს და რა ადამიანი მოვიდა დღეს ჩვენთან. უბრალოდ ეხლა კიდევ რო აღარ გავაგრძელო, აქ დავასრულებ ამ ადამიანზე საუბარს. უბრალოდ რასაც ამბობს ის არის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, რომ ძალიან დიდი სიყვარული აქვს გულში მასაც, როგორც თქვენს დახასიათებაში იყო. ძალიან გთხოვთ, გადახედეთ და შეადარეთ თქვენი და ამ ადამიანის დახასიათება. აი როგორ ერთნაირი სიტუაცია გაქვთ, მეგობრებო, უბრალოდ გაოცებული ვარ. არ ვიცი ვის როგორ გჯერავთ და მიიღებთ ეხლა ამ დახასიათებას. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე დღეს რაც მოვიდა იმას ვამბობ. ამ ადამიანს შეიძლება უნდოდეს ქორწინებაც, შეიძლება უნდოდეს რომ იყოს აი მთელი მისი ცხოვრება, დარჩენილი ცხოვრება ქორწინებაში, შეიძლება ეს ადამიანი იძებდეს თავისნაირ ადამიანს, რომელთანაც იქნება ძალიან სიღრმისეული სიყვარული. ამ ადამიანს შეიძლება უნდოდეს კიდევაც, ან შეიძლება ხო თქვენთან უნდოდეს შვილის გაჩენა, მომავალი უნდოდეს, რაღაც უნდოდეს, არ ვიცი მეგობრებო, არ ვიცი, სასწაულია უბრალოდ დღევანდელი ლაივი და მოკლედ ერთი სიტყვით რო იტყვიან, თაუბრუ და მეხვა.
დედას გეფიცებით, აი მივაყარე და მივაყარე, არ ვიცი, კარგახანი ამდენი არ მისაუბრია, გასაკვირია, სასწაული ამბავია დღეს აქ, თავბრუ დამხვევის სიყვარულობანაა დღეს აქ, არ ვიცი, რამდენადაც გაგიკვირდებათ, თუნდაც გაგიკვირდეთ, მე ეხლა თქვენ ვერ დაგიწესებთ გასაკვირს და გასაოცარ ამბავთან, ეს თქვენი ამბავია და თქვენი ცხოვრება, თუმცა მე აქ რასაც ვხედავ, აქ ხდება სასწაული დღეს. ეს ადამიანი რასაც საუბრობს არის ის, რომ ამბობს იმას ჩემო ლამაზებო, რომ თქვენ შორის მოხდა რაღაც მაგია, თქვენ შორის მოხდა ეს ნაპერწკალი, ეს არის ის ნაპერწკალი, რომელიც მიდის აი თუნდაც აი ამ სიტუაციამდე, აქ სიყვარულის და ერთგულების და მეგობრობის და ქორწინების მეც მე ვერაფერს ვერ ვხედავ, დეგრადირებული გაცოფდა კი ბატონო ანა მარია რა ვქნა დღეს ვერ გეტყვი გაცოფდა და გაავდა და დაადნა და დეიწვა ადამიანი რა იტყვიან სასწაულ დღეშია საცოდავი აგი გაგეცინება ანა მარია და მეგობრებო თუ გახსოვთ მე მქონდა აქ მაიმუნის ქანდაკება მოტანილი აბდლები ხა მაიმუნის ქანდაკება მქონდა ოქროსფერი თუ გახსოვთ ესეთი კუდაბზეკილი აი ის იმ საცოდავ მაიმუნს მეგობრებო ფეხი მოტყდა კინჩხი მოტყდა კისერი მოტყდა უთქვენოთ კისერ მოტეხილი დადის ეს ადამიანი აი რა გავაკეთო მე რა ჩემი ბრალია ანა მარია აი რა ჩემი ბრალია მითხარი ხო აგერ ხო აგერ მობძანდა დღეს სიყვარულით დაშაქრული და თაფლებული თაფლი ამოდის ამ ადამიანს თქვენთან შვილი უნდა მეგობრებო არ გამომიხდეთ ახლა და პამიდორები არ დამაყაროთ ხო ამ ადამიანს თუ კი გააქვთ იმის საშუალება რომ აი ასაკი გიწყობთ ხელს ამ ადამიანს თქვენთან შვილი უნდა ქალბატონებო თქვენზე მაქვს სასწაულად საუბარი დღეს ხო მამაკაცებმა შემოაბრუნეთ პირიქით მე არ ვიცი მამაკაცებო ვინ ჩაიფიქრეთ მაგრამ თქვენ ძალიან დიდი სურვილი გაქვთ თქვენს საყვარელ ადამიანთან თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანთან შვილი გეყოლოთ ამის სურვილი ძალიან გაქვთ კი ბატონო გაქვთ რა თქმა უნდა თუ კი გიწყობთ ხელს არ დამაყაროთ ახლა რომელი ფეხი მარჯვენა მარცხენა რა მნიშვნელობა აქვს რომელიც გინდა გადმოვდგი ფეხი აი მაშინ რა რა ქვია მეგობრებო შვაქალაკში რომ შემოვდგი ფეხი მეორე ფეხიო აი ესეთი იყო დღევანდელი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები სასწაულ დღეშია თუმცა დიდ სიყვარულს ატარებს ისიც ატარებს არა შეუძლია ხო ყველაფრის და მიუხედავად მაინც შეუძლია მოკლედ მეგობრებო აჰა დანელია ამბობს სამეგობროში ნათლია ვიქნებიო რას ამბობ მეც ვიქნები ნათლია რა პრობლემაა კაცო არანაირი პრობლემა არაა მეგობრებო ეხლა საღამოს იქნება ლაივიო რა ლაივი ანა მარია ლაივში ვართ რას ლაპარაკობ ატვირთვაზე ამბობ ხა მოკლედ ჩემო ძვირფასებო ესეთი იყო თქვენი პარტნიორის დახასიათებაც აუცილებლად გულ და გულ მოусმინეთ თქვენს დახასიათებასაც და თქვენი პარტნიორისაც იმიტომ რომ ძალიან კარგი და სასიამოვნო რამეები ითქვა დღეს ასე რომ აწინდელი ლაივი დღევანდელი ლაივის ავტვირთავ ხა როგორც კი გადმოტვირთავ ტელეფონში ეგრევე ავტვირთავ და ხვალაც გვექნება ლაივი კი იმიტომ რომ ცოტა ვჯდები უკვე აი რა ქვია მაგას მეგობრებო ხვალაც გვექნება კი ხვალაც გვექნება უკვე შეძლების დაგვარად ყოველდღე ყოველ საღამოს გვექნება ლაივი მეგობრებო ჩაუჯდებით ყოველ საღამოს კი ადგილმდებარეობა შევიცვალე გადავედი სხვაგან მეგობრებო ასე რომ ნელ-ნელა მეც ვლაგდები და ერთი სიტყვის და ორი გაგებით ყოველ საღამოს გვექნება ლაივი კი ბატონო ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები ნელ-ნელა მოკლედ მეგობრებო დავიწყოთ ახლა ჩაიფიქრეთ ადამიანი ვირი ტივი ნავი თუ ნივით
მოკლედ მეგობრებო, ჩაიფიქრეთ ახლა ადამიანი და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის გეგმები თქვენთან დაკავშირებით. მისი გეგმები თქვენთან დაკავშირებით. რა გეგმები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს და რაც გეგმები აქვს თუ გამოუვა საცოდავი მისი დღე. ოროსანა. მეგობრებო, რატომღაც მომინდა ამ სიტყვის თქვა? ოროსანა. ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა. ხო. აი ესე მომინდა მეგობრებო. ხო. ხუმ რა თქმა უნდა ხუმრობით. ხა, ეხა დიდი ხუთოსანი მეც არ ვიყავი სკოლაში, რა პრობლემაა? მეგობრებო, ყოველთვის ხა? მოდის. ხა. მოდის, უნიჭო უძახი შენ, ანა მარია. უძახი შენ უნიჭო, მოდის, აგე რა? ამხედრებული მოდის. ნივით და ვირით კი არ მოდის. თვითფრინავით მოდის. ხა. მოკლედ მეგობრებო, მე თქვენთან ერთად ესე გადაურევ ახლა კარტებს ერთმანეთში, აი ესე. მოდის კუცურა, ხა. ხო და ამას ახლა გადაურევ, ესე გადავჩეხავ. თქვენ კიდევ ჩაიფიქრეთ ახლა პარტნიორი. ნახეთ? ეს ადამიანი ახალ შანსებს, ახალ გზებს ეძებს, ახალ ალიანსებს ეძებს. ამ ადამიანიდან ელოდეთ მოულოდნელ საჩუქარს. ეს ადამიანი უკან არ დაიხევს, იცოდეთ? არა, ეს ადამიანი უკან არ დაიხევს. დახვდები ხმებით, აბაჰე, ასეკენი. ასეკენი კი. მოკლედ, მეგობრებო, დავიწყოთ. დავიწყოთ ახლა. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის გეგმები თქვენთან დაკავშირებით. ძალიან წუხს მეგობრებო. იცით რას ამბობს? რასაც მივაღწიეო, რაც ახლა მე მაქვსო, რა სიმდიდრეც მაქვს, რა ქონებაც მაქვს, რის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერიო ამბობს. ანუ კიდევ აქ მეორეა. ანუ ის ყველაფერი ახლა რაც ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით უნდა, რის ფასად უჯდება თქვენ არ იცით. ნახეთ, ეს ადამიანი თუ კი თქვენგან გულგატეხილი, ანუ თუ კი ეს ადამიანი თქვენგან წასულია და აქ აჩვენებს რომ წასულია, რის ფასად დაუჯდა ის წასვლა? აი ამას ამბობს. ხა. ნახეთ, საცოდავი მისი დღე. ნახეთ როგორაა მეგობრებო. მკარზე ვენოკია მოიკითხეთ ერთი ცოცხალია. ხა. მე არ ვიცი, ვისთან გვაქვს ახლა საქმე, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ბევრს გიხსენებთ. და მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი ტრანსფორმაციაში იმყოფება. თქვენი ურთიერთობა პაუზაა მეგობრებო, არ გეგონოთ დასასრული. ეხა მურიელ არ დამიწყო აქ, რომ მე წარსულთან აღარ ვარო. ეს აღარ გაიმეორო. თვითონ ფიქრობს ამას, რომ თქვენი ურთიერთობა დასასრული არაა. თვითონ ამბობს, რომ თქვენი ურთიერთობის გაგრძელება კიდევ შეიძლება იყოს. ხა. თვითონ ამბობს, რომ ეს არის პაუზა. თვითონ ამბობს, რომ არავისთან არაა თქვენი პარტნიორი მეგობრებო. ვიცი მორიელ, ვიცი. თვითონ ამბობს ამას. თვითონ ამბობს. ხა. ნუ გააჩნია ახლა ვინ ჩაიფიქრეთ. ზოგადად ვამბობ მორიელ, თორემ მე ახლა ვიცი შენი ამბავი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი იმყოფება მარტო, იმყოფება ტრანსფორმაციაში, გამოუვალ სიტუაციაში იმყოფება. შეიძლება ზოგიერთის პარტნიორი პატიმრობაშიც იმყოფებოდეს. კი, შეიძლება რაღაც დააშავა და იმყოფებოდეს პატიმრობაში. ეს შეიძლება იყოს შინაპატიმრობაც, ეს შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით პატიმრობაც და ვიცი მორიელ, ვიცი. და ის არა ქვია. მოკლედ თქვენ მიხვდებით მე რასაც ვამბობ მეგობრებო. ხა, კიდევ გავაგრძელოთ ახლა. მორიელ მე საწყენად არ მithქვია. ხა, კიდევ ამ ადამიანს, თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს მეგობრებო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობები უწევს, ძალიან ბევრი დაბრკოლებები უწევს, ძალიან ბევრი მოლაპარაკებები უწევს და ამ დროს კამათიც უწევს. კი.
ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეიძლება ეს ადამიანი, მე არ ვიცი ახლა რას აკეთებს და რას მოღვაწეებს. შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორი, ბიზნესი და კონდეს ბიზნესმენი და ყავდეს პარტნიორები და სულ რაღაც შეიძლება კონდეს, ხო? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი კიდევ ეხლა ამ ეტაპზე თავს გრძნობს ძალიან გაუბედურებული, მარტოსულად. ამ ადამიანს არავინ არ ყავს გეუბნებით, ეს ადამიანი არის მარტო და ანუ იცით როგორ არის, მზე არ აქვს. ხო, თითქოს რაღაც გაურკვევლობა მოხდა მის ცხოვრებაში, იმყოფებოდა შეიძლება ძალა გამოლეული, აქ რადგან ის გვაჩვენა, რომ წინააღმდეგობები შეიძლება რაღაც უკმაყოფილებაც მოუწია, რაღაც დანაკარგებია, რაღაც დამარცხება აქვს, რა გაურკვევლობა მოუწია, შეიძლება რაღაც უბედური შემთხვევა მოუწია, შეიძლება დაკრძალვა იყოს, შეიძლება მეგობრებთან კამათი იყოს, მეგობრის დაკარგვა იყოს, რაღაც შესაძლებლობების დანაკარგები იყოს, ყველაფერი შეიძლება იყოს. ხო, ესაა სვეჭკაზე სიარული, რა თქმა უნდა. ხო, ყველაფერი შეიძლება იყოს მეგობრებო. კიდევ რას გვეტყვის? თქვენი პარტნიორის გეგმები თქვენთან დაკავშირებით. კარგი, აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი. მოდი ახლა პირდაპირ ვკითხოთ, ვინ ხართ თქვენ მისთვის? ეხლა ვინ ხართ თქვენ მისთვის? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის თქვენ ვინ ხართ მეგობრებო? ვინ ხართ თქვენ მისთვის? ვინ ხართ თქვენ მისთვის? მეგობრებო, ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ. ამ ადამიანს წარსულში ქონდა რაღაც გაურკვევლობა. ამ ადამიანს აქვს წარსულში დამარცხებული სიყვარული. ანუ თავის ცხოვრებაში იყო ტყუილები, იყო გეგმებზე გულის აცრუება, დაუმსახურებელი რაღაცები მოხდა თავის ცხოვრებაში. ეს ადამიანი ამბობს, რომ რაღაც იყო წარსულში ისეთი, რამაც ანუ გამოაფხიზლა. ეს შეიძლება ყოფილიყოს ადამიანები, ნახეთ რა წერია, რომლებმაც მის ცხოვრებაში არასწორად შეაბიჯეს, ანუ ტყუილში დაიჭირა, რაღაც მოხდა ისეთი, რაც დაუმსახურებლად ამ ადამიანს წილად ერგო, რაც არ ეკუთვნოდა. ეს შეიძლება ყოფილიყოს სიტუაცია პარტნიორთან, ეს შეიძლება ყოფილიყო ნათესაური, მეზობლური, მეგობრული და ამხანაგური და ნუ ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო. ეს არის წარსულში. თქვენთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, ისაა მეგობრებო, რომ ამ ადამიანს უწევს ახლა ძალიან დიდი შრომა. ეს ადამიანი შეიძლება მუშაობდეს საკუთარ თავთანაც. ამ ადამიანს თუმცა ძალიან გულწრფელად ამ ადამიანს აქვს ძალიან ისეთი უნარი, სწრაფუნარიანობა გააჩნია. ყველაფრის ადვილად დავიწყებად შეუძლია, ყველაფრის ადვილად დაწყებად შეუძლია. ამ ადამიანს შეიძლება უყურეთ, ეს ადამიანი ეძებს ახალ სიტუაციას წარსულიდან გამოსასვლელად, ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა, ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობები, პრობლემებთან ახლებური მიდგომა შეიძლება იყოს. ამისთვის ძალიან ბევრი ბრძოლა უწევდეს. კი. ნახეთ რა წერია ამ კარტს. ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრჯერ ახსენა, წასვლა, გადადგომა, დამალვა, თავისთვის წყნარად ყოფნა. ამ ადამიანს აქვს ეხლა ტკივილის და ამდენი ბრძოლის შემდეგ განცდა იმის, რომ უნდა რომ დაისვენოს, თითქოს რაღაც წავიდეს, თითქოს რაღაც ძნელი სიტუაციიდან გამოვიდეს. ამისკენ მიდის ეს ადამიანი. მისი გეგმები, რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით? ამ ადამიანს შეიძლება სურვილი კონდეს ნიშნობის, ქორწინების, რაღაც ურთიერთობის. კი, ამისი სურვილი აქვს, მინდა გითხრათ. კი, შეიძლება ამაზე ოცნებობდეს კიდევაც, ხო, რაღაც ახალ გაახლებული არა. რაღაც სიახლეები უყვარდეს შეიძლება ამ ადამიანს კი. შეიძლება მისი ირგვლივ იყოს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც, ხო, ნახეთ, განქორწინება. ეს ადამიანი თუ კი იმყოფება ქორწინებაში, მეგობრებო, თქვენი პარტნიორი, ამ ადამიანს უნდა განქორწინება. არ ვიცი მე ვისი პარტნიორი იმყოფება ქორწინებაში. ამ ადამიანს უნდა თავისუფლება, ამ ადამიანს უნდა იქ განქორწინება, იქედან წამოსვლა უნდა. თუ კი პარტნიორულ ურთიერთობაში ცხოვრობს და იმყოფება ეს ადამიანი, მეგობრებო, ამ ადამიანს იცოდეთ, რომ იქედან წამოსვლა უნდა და ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს. ამიტომ ეძებს ახალ ნაცნობობას, ახალ მეგობრობას, ახალ სიტუაციას, რომ
იმ სიტუაციიდან რაშიც იმყოფება გამოვიდეს. კი. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს, ტენდენცია შეცვალოს, სიტუაცია შეცვალოს, გარემოება შეცვალოს, ან შეიცვალა უკვე, ან უნდა რომ შეცვალოს, უნდა რომ ქორწინებიდან გამოვიდეს და რაღაც ახალ ურთიერთობაში შევიდეს. შეიძლება ესეც იყოს. ძალიან ბევრი ხართ, ასე რომ თქვენი სიტუაცია აიღეთ, მეგობრებო. თქვენი სიტუაცია აიღეთ. დანარჩენი რაც თქვენს ცხოვრებაში არ ჯდება, თქვენს ვითარებას არ ერგება, გაუშვით. კიდევ მე ერთს ვეკითხები და თქვენი პარტნიორი სულ სხვა რაღაცას საუბრობს. ძალიან დაბნეულობას აქვს ადგილი. კიდევ თქვენთან გეგმები და ოცნებები თქვენთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ამბობს, რომ წარსულში იყო ძალიან ბევრი ტყუილი, წარსულში იყო ძალიან ბევრი ღალატი, უპატიოსნო თამაში. აქ არის ძალიან დიდი მატერიალური დანაკარგები აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. თქვენ შეიძლება ამ ყველაფერს არ გაჩვენებდეთ, მაგრამ არასრულყოფილად გრძნობს თავს. აქ შეიძლება იყო ღალატი მის ცხოვრებაში, უპატიოსნო თამაში, შეიძლება მის ირგვლივ იყო ძალიან აი პარტნიორობაში რომანტიული ინტერესები, არ ვიცი ვის რა ქონდა, უპატიოსნო, ძალიან აი როგორ ვთქვა, არასანდო ადამიანები, ხო? მაგრამ ეს ადამიანი იცით როგორია, თავის წილ ბედნიერებას არავის არ დაუთმობს, არავის არ აპატიებს არაფერს. აი ესე ამბობს თვითონ, მე არ ვიცი მეგობრებო დღეს რა პარტნიორი მომიყვანეთ აქ, მე არ ვიცი. ხო, მე არ ვიცი. არაფერსაც არ ახსნი და ეხლა შენ თუ წესიერად არ მოიქცევი, აქაც დაგამოთებ. გაიგე? ხო. მეც არ გაპატიებ. და ვინ ხარ შენ? უი, შენ რა გითხარი? შენ რა გითხარი, გოგო? აქ სახელები რო არ უნდა დაწერო, არ იცი? არა, მეგობრებო, ეს ჩემი ნათესავია. ჩემი ნათესავია. კაი, მე ახსნი, ეხლა არ ცალია მაგისტვის იყავი, ეხლა აქ. მეც მიყვარხარ, ჩემო ლამაზო, უბრალოდ აქ სახელები არ უნდა დაგეწერა. მეც გულში მიყვარხარ, ხო იცი როგორ მიყვარხარ? შენ ჩემი სიცოცხლე ხარ. ეს არის ჩემი სიყვარული გოგო. კი, სახელი გეწერა. მე მგონი სახელი გეწერა. კაი, არ გავიმეორებ ეხლა აქ რაც გეწერა. მოკლედ, ეს ადამიანი ძალიან ბევრს იბრძოლებს თქვენს გამო. ეს შეიძლება იყოს რაღაც ფორმიანი ადამიანი, ახალგაზრდა იყოს შეიძლება, ფორმასთან დაკავშირებული, არ ვიცი ვის რა ფორმა აცვია, მაგრამ კი, აუცილებლად ჩემო ლამაზო. აუცილებლად ვიზეც გინდა, რაც გინდა, ყველაფერზე, პრობლემა არაა. ჩემო სიყვარულო, ხვალ აუცილებლად შემეხმიანე. კაი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ, არ მომაცდინო ეხლა, კარგი? ხო. ეს ადამიანი ბრძოლობს და იბრძოლებს თქვენთან ოჯახის შესაქმნელად. ეს ადამიანი იბრძოლებს თქვენთან ოჯახში დასაბრუნებლად. ეს ადამიანი აგრესიულად იქნება თუ დაწყნარებულად, როგორც გამოუვა, მაინც იბრძოლებს. ეს შეიძლება იყოს ბრძოლა წესების გარეშე და ეს შეიძლება იყოს ბრძოლა, უბრალოდ ბრძოლა. კი. ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხართ იმპერატრიცები, თქვენ ხართ იმპერატორი ქალები, ქალბატონები, მაპატიეთ. ეს ადამიანი აუცილებლად მოგწერთ, იცოდე? ხო, ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. და აუცილებლად მოგწერს.
კიდევ. კი, მისი გეგმები. მისი გეგმაა, რომ თქვენთან კონტაქტზე გამოვიდეს. ერთი წუთით მეგობრებო, ერთი წუთით. ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით. ხო, გავაგრძელოთ ახლა. კი, ეს ადამიანი ისევ ეცდება ბედს. მე არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, რა გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეს ადამიანი მისი გეგმის გეგმაში შედის, ის რომ თქვენ იყოთ მისი იმპერატრიცა, თქვენ იყოთ მისი მომავალი მეუღლე, თქვენ იყოთ მისი დედოფალი. ამ ადამიანს თუ აქამდე არ გამოუვიდა, ეხლა აუცილებლად იცდება. ისევ ეცდება, ისევ იბრძოლებს, ისევ ბრძოლა, ისევ იბრძოლებს. მაგრამ ზოგიერთებთან შეიძლება იყოს ბრძოლა წესების გარეშე. ამ ადამიანს თუ კი მართლა აქვს, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ფინანსურად მყარად ფეხზე მდგარი, შეიძლება ჰქონდეს ფინანსებიც, მაგრამ ამბობს იმას, რომ მე უშენოდ ეს ბედნიერებას არ მანიჭებს. ეს არის ტყუილად გადაყრილი დრო, ეს არის ტყუილად ტყუილი, ეს არის ის ტყუილი, რაშიც მე ვცხოვრობ. იქ სადაც შენ არ ხარ, ბედნიერება არ არსებობს. იქ სადაც შენ არ ხარ, ეს არის ტყუილი. ამბობს ამას. უეჭველი გამოვა კონტაქტზე. მეგობრებო, კონტაქტზე გამოვა. აუცილებლად მოგწერთ. უბრალოდ თქვენ არ გახვიდეთ კონტაქტზე. ხო, რა თქმა უნდა, მე ეს ვიცი რომ გამოვა კონტაქტზე. კი ბატონო. გავაგზელებ ჩემო მეგობრებო, გავაგზელებ. აი, ყოფილი. ეს არის ყოფილი. ეს არის თქვენი პარტნიორი, ბევრთან ყოფილი. იცოდეთ, რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ. ამ ადამიანმა იცის თქვენ საათ ხართ, ვისთან ხართ, რას აკეთებთ. აი, ხო, შეიძლება წერს და შლის. ესე შეიძლება იყოს. შეიძლება ბევრჯერ უცდია მოწერაც, მაგრამ არ მოგწერათ. წაშალა, დაწერა. ხო, მაგრამ ეს არის ის ადამიანი, ვინც უკვე მოქმედებაშია. ანუ, ხო გეუბნებით, ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, ელოდეთ მისგან შეტყობინებას, ელოდეთ მისგან მოსვლას, ჩამოსვლას, მოახლოებას, მოწერას, კონტაქტზე გამოსვლას, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი იმპერატორი ქალები, ქალბატონები, იმპერატრიცები და ამ ადამიანს აქვს თქვენთან დაკავშირებით ის გეგმა, რომ აი რა ვქნა, აბატონო, მეგობრებო, სრულყოფილება. თქვენთან უნდა სრულყოფილება ამ ადამიანს. მოდი ახლა მინდა დავსვა მეორე შეკითხვა, რადგან ამ ადამიანს თქვენთან დაბრუნება უნდა და მე ვხედავ, რომ დაბრუნება უნდა. თუ გამოუვა. მეგობრებო, თქვენ თქვენებურად დაუსვით შეკითხვა. ვისაც როგორ გინდათ, ისე დაუსვით შეკითხვა. ხა, თქვენთან დაკავშირებით თუ გამოუვა, თუ გამოგივა, თუ გამოუვა თქვენი ურთიერთობა. თქვენ შეგიძლია ესე დასვათ შეკითხვა. თუ გამოვა თქვენი ურთიერთობა. აი რა გავაკეთო. ბევრი შემთხვევაში აქ არის 21-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანი. ჰა თუ 40 წლამდე ადამიანი. ეს ადამიანი არ გამოუვა. თუ ტყუილებით მოვა, არ გამოუვა. არა, ისევ თუ იმ ტყუილებით მოვა, თქვენთან არ გამოუვა. არაფერი არ გამოუვა. არ გამოუვა არაფერი. იცოდეთ, რომ არაფერი არ გამოუვა. ხო. კონფლიქტი მეგობრებო. ამ ეტაპზე ეს ადამიანი შეიძლება ცუღლუტობდეს რაღაცას, ამიტომ არ დაეჯერება მეგობრებო. არ დაეჯერება. ამ წუთას მისი არ დაიჯერება.
თუმცა ეს ადამიანი ძალიან განიცდის თქვენს დანაკარგს, ნახეთ, ნივთის დაკარგვა, მეკობრის დაკარგვა, ძალიან ცუდათაა, ძალიან განიცდის თქვენს დანაკარგს. თქვენ ხართ მისი აუხდენელი ოცნება, თუმცა თქვენ ხართ მისი ოჯახი, რომელიც არა აქვს. ნახეთ, უთქვენოთ ამ ადამიანს ფინანსები არ აქვს. ფინანსური წყარო დაკეტილი აქვს უთქვენოთ. ოცნებები გადაკეტილი აქვს უთქვენოთ. ფინანსები არ აქვს უთქვენოთ. ეხლა არის საკუთარ თავთან კონფლიქტში. შეიძლება მშობელთან იყოს კონფლიქტში. ეს შეიძლება თავისი მშობელიც იყოს. მეგობრებო, ვისთან რა სიტუაციაა? თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ამ ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ეს ადამიანი არის გაუბედურებული. ერთი და იგივე რუტინული ცხოვრება აქვს. ამ ადამიანს აქვს ძალიან რუტინული ცხოვრება, ერთფეროვნება, შინაპატიმრობა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. აი ვიმეორებ, შეიძლება იყოს პატიმარიც. აქ შეიძლება ვინმეს პარტნიორი იყოს პატიმარიც. პირდაპირი თუ არა გადატანითი მნიშვნელობით. გადატანით მნიშვნელობაში შედის ის, რომ შეიძლება გამოუვალი სიტუაცია იყოს და ვერ მოდიოდეს, აქ შეიძლება იყოს სამსახურეობრივი მოვალეობა, ან კონტრაქტი კონდეს. ან რაღაც ისეთი სიტუაცია კონდეს, რომ ვირტოვებდეს ქვეყანას, ვირტოვებდეს ოჯახს, ვირტოვებდეს მშობლებს, ვირტოვებდეს სამსახურს, გააჩნია. ხო. თუმცა ამ ადამიანს აი ნახეთ როგორ იხედება თქვენსკენ. აი ეს ადამიანი როგორ ფიქრობს, რომ იყოს სამართლიანი. ეს ადამიანი ფიქრობს თითქოს სადღაც დასვენებაზე, დასასვენებლად წასვლაზე. თითქოს ეს ადამიანი ფიქრობს პიკნიკის მოწყობაზე. აი ნახეთ გამოსავალს როგორ ეძებს. აი ეს ეხლა ეძებს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ეხლა განდეგილის პოზიციაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე ეხლა ფიქრობდეს, მსჯელობდეს საკუთარ თავთან და აანალიზებდეს თავის სიტუაციას. ხო, ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან, აი ნახეთ მეგობრებო, თავიდან დაწყება, ყველაფრის თავიდან დაწყება, ყველაფრის სამართლიანად გადაჭრა. ამ ადამიანს უნდა რომ ყველაფერი მოაგვაროს, ეს მოგვარების კარტია, კი შეიძლება ეხლა იყოს უპასუხისმგებლობაში, უზრუნველყოფაში. ამ ადამიანიდან შეიძლება კარგს ეხლა ვერაფერს ვერ ხედავდეთ, მაგრამ ამ ადამიანს სურვილი აქვს თქვენთან დაბრუნების. ნახეთ, ეხლა ეს რაღაცას ვიტყვი, აი მე ისე დავიღალე მეგობრებო, ისე დამღალა თქვენმა პარტნიორმა, აი დედას გეფიცებით, გული დამეღალა. დღეს ასწავლად ვსაუბრობ პროსტა. აი თუ ატყობთ დღეს გაუჩერებლად ვსაუბრობ უბრალოდ. დღეს რა ხდება არ ვიცი. აი არ მინდა რომ სიტყვა რაიმე გამომეპაროს, უცებ გადამავიწყდეს და აი წინადადებაში მინდა ყველაფერი ისე ჩავსვა, როგორც თვითონ საუბრობს. ამ ადამიანისთვის ნახეთ, აი ნახეთ ამ ადამიანისთვის რა ხდება ეხლა ამ ადამიანმა თუ თქვენ თავიდან ადვილად მოგიპოვათ მეგობრებო, თქვენ შორის შეიძლება თავიდან უცებ მოხდა ყველაფერი და ადვილი იყო მისთვის. შეიძლება გაუკვირდა რომ ეს როგორ მოხდა ვთქვათ ხომ, რაღაც თქვენი გულის მონადირება, ან თქვენი დაყოლიება, ან თქვენთან საუბარი, ან ამ ყველაფერზე, ან ეს ყველაფერი რაც თქვენში იყო ადრო, ხო? ადრე აქამდე შეიძლება ადვილად მიეცა, ადვილ ფარგლებში მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა ნახეთ აქ არის რთული. ეხლა მას ეს ყველაფერი რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს, თქვენთან დაბრუნება, აი თქვენთან თავიდან ყველაფრის გაახლება ძალიან რთული იქნება მისთვის. თუმცა საუბრობს თქვენთან დაბრუნებაზე, ნახეთ. ხო. თქვენთან ოჯახის შექმნა უნდა, თქვენთან ოჯახში დაბრუნება უნდა, გაერთიანება უნდა, აი არ ვიცი, დაწყება უნდა, ყველაფერი უნდა, თქვენთან უნდა ოჯახის სრული პაკეტით, მაგრამ მეგობრებო, ძალიან რთულად ეძლევა უკვე, მისთვის ეს უკვე ძალიან რთულია. აქამდე თუ ადვილი იყო, ეს არის რთული, ნახეთ რა წერია. გზა რომელიც სირთულეზე გადის. ძალიან რთულად ეძლევა უკვე მას ეს ყველაფერი. მე არ ვიცი რა დაგიშავათ ამ ადამიანმა, მაგრამ ნუ ძალიან ამ ადამიანს რაღაც შეეშალა თქვენთან. ხო. ამ ადამიანს ძალიან შეეშალა თქვენთან. და უკვე რთულია,
ძალიან ნერვიულობს ამ ყველაფერს უკვე. ძალიან უნდა რომ ეს ყველაფერი გადალახოს. აი ძალიან უნდა რომ დაგიბრუნდეთ. ძალიან უნდა რომ თქვენთან იყოს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მაგრამ უკვე რთულია ეს ყველაფერი. მე არ ვიცი ამ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ თქვენ მას დაუბრუნდეთ. თვითონ ამბობს ამას. მან არ იცის რა გააკეთოს, რა ციხე კოშკები აგიგოთ, რა ფეხქვეშ გაგეგოთ, რა წითელ ხალიჩაზე გაგატაროთ, მან არ იცის რა გააკეთოს, რომ თქვენი ნდობა მოიპოვოს, რომ თქვენ დაგიბრუნოთ, რომ თქვენთან ოჯახში დაბრუნდეს, რომ ის დაიბრუნოს, რაც დაკარგა. მე არ ვიცი ვის რა გქონდათ, ვის რაც გქონდათ, იმაზე ვსაუბრობ. ყველა მაიღეთ თქვენი ისტორია, მეგობრებო. თუმცა, სულელი, დებილი, აბდლები. კიდევ ერთი სიტყვა შემოვიტანოთ, აბდლები. მეგობრებო, ნახეთ რა ხდება აქ. ეს ადამიანი არის ტაკი მასხარა. ხო, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ქერა, შეიძლება ქონდეს ესეთ ვიწრო პირის სახის გამომეტყველება. ნახეთ როგორია, ესეთი ვიწრო ნიკაპი, შეიძლება ესეთი ცხვირი ქონდეს, ესეთი წვრილი, აპრეხილი ცხვირი ქონდეს. შეიძლება იყოს ქერაც, აბდალი კი. შეიძლება იყოს ესეთი ნაცარქექიას პონჩი. ეს ჩემთვის, ეს ფოტო ჩემთვის ნაცარქექია, რომელმაც ქექა ნაცარი მოიკიდა მერე ერთი მუჭა ყველი და ესე გაუდგა გზას. აბდალი. სიმპათიური მაიმუნი. ხო, საცოდავი მისი დღე. მეგობრებო, წევიდა, გურულები რომ იყვნენ, წევიდა, მიდის, მაგრამ სამიდის არ იცის. ხო, ხომ რომ წევიდა, ხომ არ იცოდა საწევიდა. ახლა იგიც არ იცის, რაფერ მევიდეს, აბდალი. ხო, თუმცა ნახეთ მეგობრებო, რისი თქმა მინდა. ამ ადამიანმა თქვენი სახით ძალიან დიდი განძი დაკარგა და იცოდეთ რომ ამ ადამიანმა აქამდე შანსი თუ ვერ გამოიყენა თქვენთან დაკავშირებით. ეხლა მეგობრებო, ეხლა რას ვიტყვი, ყურეთ, კარგად დააკვირდით. ყველანაირი ხერხის გამოყენებით დაგიბრუნებთ, იცოდეთ. ყველანაირი ხერხის გამოყენებით მოგიბრუნდებათ ეს ადამიანი. ეხლა მე არ დამაყაროთ აქანე, ჩემი გადასაწყვეტი არა. შეიძლება შემოგთავაზოთ დახმარება, გვერდში დგომა, ფინანსური დახმარება, მატერიალური დახმარება, საჩუქრები. კი, სტაბილურობა შემოგთავაზოთ შეიძლება. თან სამართლიანად მეგობრებო, მაგრამ ეხლა რამდენად ენდოთ, ეხლა ვნახოთ რამდენად უნდა ენდოთ. კი. ყველანაირი ხერხის გამოყენებით. სიყვარულის გამო ყველანაირი ხერხი ნებადართულიაო. რუსებს აქვს ძალიან კარგად ეს ნათქვამი. ხო. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მინდა ვკითხო კარს. რამდენად სანდო იქნება მისი მოსვლა, მისი დაბრუნება, მისი შემოbrunება თქვენს მიმართ, თქვენსკენ. რა თქმა უნდა მეგობრებო, უბრალოდ თქვენი გადასაწყვეტია დაიბრუნებთ თუ არა. ხო. ეხლა მინდა დავსვა ესეთი შეკითხვა, რამდენად არის სანდო ეს ადამიანი, როდესაც დაბრუნდება, რამდენად უნდა ენდოთ? მეგობრებო, ეს ადამიანი იმდენად ცუდად აუთქვენოთ, ამ ადამიანს ღამე არ წინავს. თუმცა მე გეტყვით ერთი რაღაცა შემიძლია დაფიცებით თქვა, რომ ძალიან გაფასებთ, ძალიან უყვარხართ, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ეხლა ჩემი საუბარი. აქ არის ურთიერთობა მანძილზე. ბევრი შემთხვევაში ეს არის პლატონური სიყვარული. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი არც იყოთ შენახვედრი ერთმანეთზე. შეიძლება აქ იყოს მოკრძალებული ურთიერთობა. აქ არის მოკრძალებული სიყვარული. ხო, შეიძლება საუბრობდით აქამდე და უბრალოდ ჯერ არ ხართ შენახვედრი. შეიძლება ესეც იყოს. მოკლედ ამ ადამიანიდან ელოდეთ მოულოდნელ გამოჩენას. ამ ადამიანიდან ელოდეთ სიყვარული აქვს კი.
მაგრამ ხელშეუხებელი სიყვარული. თქვენ ხართ მისი სიყვარული, რომელსაც სადღაც უყურებს და ვერ ეხება. მეგობრებო, ეს არის საჯარო გაშლა, საჯარო ლაივი, ამიტომ ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ. ხო. პირადში ზოგჯერ სხვანაირად ხდება. ზოგთან პირდაპირ ჩდება ლაივი, საჯარო და ზოგთან არა, ასე რომ არი ნერვიულოთ. რამდენად სანდოა? კიდევ დავსვამ შეკითხვას. რამდენად სანდოა? მოკლედ, манипуляციები რო აღარ გამოუვა, ეს ძალიან კარგად იცის. აქამდე თუ იყო манипуляციები, შეიძლება მაგიებიც იყო თქვენს ურთიერთობაში, მეგობრებო, ასე რომ იცოდეთ, რომ უკვე არაფერი აღარ ჭრის. ამ შემთხვევაში უკვე მაგიები აღარ ჭრის და манипуляციები აღარ ჭრის. იცის, რომ თქვენთან უკვე აღარ გაუვა манипуляციები, თუნდაც манипуляციები. რამდენად სანდოა? რამდენად უნდა ენდოთ ამ ადამიანს? მეგობრებო, ერთადერთი რამის თქმა შემიძლია. თქვენთან დაკავშირებით ახლა რამდენად უნდა ენდოთ ამ ადამიანს? ბევრი არენდობა, ქვემოდან ესეთი კარტია, ბევრი თვითონ არენდობა, ეს უკვე პასუხია, უკვე თქვენც არენდობით, ბევრი თქვენთაგანი უკვე ხო, ეჭვიანობთ ამ ადამიანზე, არასტაბილურობის შიში გაქვთ, ამიტომ აღარ ენდობით. უკვე აღარ ენდობით. ნუ გიყვარდეთ შეიძლება ერთია, მაგრამ ნდობა აღარ გაქვთ. ხო, ანუ ამ ადამიანს აქვს ძალიან უკვე დონე დაბალი, ანუ დაბალ ვიბრაციებშია სულიერად, ამიტომ თქვენ ამბობთ, რომ ჩემს დონემდე ვერ მოვაო. თუმცა მოვა, მოდის მაინც. არ ვიცი როგორ მოდის, მაგრამ მაინც მოდის. მაინც მოვა. მოსვლით მოვა, მეგობრებო, კი. დაიწყებს ახალს, კი. ახალს დაიწყებს კიდევ. თუმცა, აი, იცი რაღაცნაირად მოვა. აი, ძალიან ცუდად რო იქნება, მაშინ მოვა. აი, თვითონ რო გაუტანლად იქნება, თვითონ რო აი საკუთარ თავთან უკვე ვეღარ გაკაჩავს, რო იტყვიან, აი თავისთვის ყოფნას რო ვეღარ გაკაჩავს და უკვე რო ვეღარ გაუძლებს უთქვენობას, აი ბოლო წერტილი და რო გაწყდება ისიც, აი მაშინ მოვა იმ სირთულეებიდან გამოვა, იმ აი ძალიან უბედურად გრძნობს თავს იცოდეთ. ძალიან ცუდათაა მეგობრებო, აი ნახეთ როგორაა, მზე აღარ ანათებს, ძალიან ბევრ ჭორებს გებულობს, ვიღაცას ამბავი მიაქვს, ვიღაციდან რაღაცას გებულობს. ერთი რამე იცოდეთ, რომ ამ ადამიანს ბუმერანგი დაუბრუნდა. ანუ იმ ადამიანებსაც, ვინც თუკი თქვენს ურთიერთობაში ჩადგა, იცოდეთ, რომ იმ ადამიანებს ყველას დაუბრუნდება ბუმერანგი. იმ ადამიანებს ზუსტად, აი, ვინც ჩაირია თქვენს ურთიერთობაში. და ამ ადამიანს კიდევ ბუმერანგი დაუბრუნდა, ან დაუბრუნდება იმის გამო, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა, ანუ გზიდან გადაუხვია, დაგტოვათ. ზურგი შეგაქციათ, მარტო დაგტოვათ, მარტო ხელა ადამიანი. თქვენ ხართ მარტო ხელა ადამიანი და დაგტოვათ ამ თქვენს პრობლემებში, დაგტოვათ გაუგებრობაში და სადღაც წავიდა ისე რომ არ დაიბარა, წავიდა ისე რომ არ იცით სად წავიდა, მანც არ იცის სად წავიდა მეგობრებო. იცით თქვენ, რომ მანც არ იცის რატომ წავიდა, მან არ იცის სად წავიდა და რატომ წავიდა. რა მოხდა, მანც არ იცის. ბალანსი აქვს დაკარგული. კონფლიქტებშია, აგრესიებშია, სასწაულათაა. ხო, ამიტომ მეგობრებო, მოვა, იმიტომ რომ ვერ ხდება სადაა. იმასაც ამბობს, რომ სადაც არის, იქ რატომ არის, ვერ გაუგია იქ რატომ არის. ხო. იქედა რატომ ვერ მოდის, ისიც ვერ გაუგია. ეხლა ჩვენ აქ მაგის გარკვევას არ დავიწყებთ, იქედა რატომ ვერ მოდის და რატომ ვერ გაიგო ის, რატომ არის იქ. აქ შეიძლება იყოს მაგიაც. ხო. ამიტომ თქვენი სიტუაცია აი ეგეთ. მოკლედ, მეგობრებო, ერთადერთი რისი თქმა შემიძლია არის, რომ თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანს აქვს ის გეგმები, რომ მოსვლა უნდა, დაბრუნება უნდა, იმ სურვილების აღთენა უნდა, რაზეც ოცნებობდით, რაზეც საუბრობდით, რასაც გეგმავდით, ახალი ალიანსები, ახალი შანსები და მოკლედ ურთიერთობაში და ურთიერთობის გაგრძელება. აი,
აი, ურთიერთობაში გაგრძელება ურთიერთობის. ვაიმე, მეგობრებო, რა ცუდადს. ოხ, დედა. მოდი, მე მინდა ვკითხო. წეღან ეტყობა არასწორად დავსვი შეკითხვა, მეგობრებო, ამიტომ ეხლა მინდა ვკითხო დასტას. რას გირჩევთ სამყარო? რას გირჩევთ ტარო? რას გირჩევთ სამყარო? რჩევა თქვენ ამ სიტუაციაში. რჩევა თქვენ ამ სიტუაციაში. რას გირჩევთ ტარო? რას გირჩევთ კარტი? ღამე არ გძინავთ, ხო, მეგობრებო? ღამე არ გძინავთ. რჩევა თქვენ. უყურეთ, მეგობრებო, ეხლა. აი, ამ ორ კარტს. თუ წავიკითხავთ ერთად და ქვემოდან ამას კიდევ მივაბავთ, რო იტყვიან. სასწრაფოდ გამოდით ამ სიტუაციიდან, რაშიც ხართ. ყულა ნუ კარგავთ დროს, ნუ კარგავთ ენერგიას და ნუ კარგავთ ამ ყოლაფრისთვის ჯანმრთელობას. გამოდით ამ უძილობიდან დაწექით და დაიძინეთ. ერთადერთი რაც გჭირდებათ არის გამოძინება. მეგობრებო, დაწექით და დაიძინეთ. გამორთეთ ქსელი, გამორთეთ ინტერნეტი, გამორთეთ ტელევიზორი, გამორთეთ შუქი, გადაბრუნდით და დაიძინეთ. ერთადერთი რაც გჭირდებათ არის გამოძინება და აი უბრალოდ გააკეთეთ ეს, გამოიძინეთ, უბრალოდ გამოიძინეთ და მეორე დღეს ვილაპარაკოთ ჩვენ. რჩევა თქვენ. თქვენი რჩევა არის ის, რომ გამოძინება გჭირდებათ, მეგობრებო. მეტი არაფერი. დასვენება გჭირდებათ. გამოძინება გჭირდებათ. აღარ დაიღალეთ? ღამის უძილობიდან არ დაიღალეთ? მეგობრებო, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ აქედან. აქედან როგორც კი გამოხვალთ, როგორც კი გამოიძინებთ, სტაბილურობაში გადადიხართ. რჩევა თქვენ. ძილი. თქვენი ლუმინალი არის ძილი. სიმშვიდე. ნუ ნერვიულობთ. ტყუილად იგლიჯავთ ნერვებს, ტყუილად ხარჯავთ ენერგიას, ტყუილად იღლით თავს, გონებას, თვალებს, მეგობრებო. სულ ტყუილად. ასე რომ მე რასაც ვხედავ ახლა აქ, რჩევაში გამოძინება გჭირდებათ. ერთადერთი რაც გჭირდებათ არის გამოძინება, მეგობრებო. ხა. უნდა გამოიძინოთ. მოკლედ, ესეთი იყო, მეგობრებო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ტაროს საუბარი ჩვენი პარტნიორთან დაკავშირებით. მეგობრებო, რო იტყვიან სასწაული უბრალოდ. სასწაული. მეგობრებო, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. არ მაქვს სამწუხაროდ კითხვაზე პასუხები. ეხლა მინდა ტაროს ვკითხო დღევანდელ ჩვენ თემასთან დაკავშირებით. ანუ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, თქვენს მეგობარს, თქვენს მეზობელს, თქვენს ნათესავს, დაქალს, მაკაც თუ გულით საყვარელ ადამიანს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით? მოდი ვკითხოთ ასტრაბარათებს. ასტრაბარათებს ვკითხოთ თქვენთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. ისი გეგმები თქვენთან დაკავშირებით. ასწაული. სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, უფლისყარობა, ღვთისწყალობა, რა ვიცი, რა გინდათ, რა გითხრათ. თქვენთან დაკავშირებით. აი ეს. ხა. ეს.
ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ყველანაირ ხერხს მიმართავს. აუცილებლად მექნება ხვალაც ლაივი მეგობრებო. კი. ამ დროზე საღამოს. ნახეთ მეგობრებო, აი რა გავაკეთო. მე ვხედავ აქ ორმხრივ სიყვარულს. მე ვხედავ აქ ორმხრივ გრძნობას. ეს ადამიანი ამბობს, რომ მასაც უყვარხართ და თქვენც გიყვართ. თვითონ ასე ამბობს. ხო, ეს ადამიანი ამბობს იმასაც, რომ გამბედაობა უნდა მოიკრიბოს და აი ესე გულთმისანივით, ესე ერთი ჯოხი რო კონდეს, ესე ერთი ჯოხი რო კონდეს, რომ ესე დაკრას ჯადოსნური ჯოხი და თავისი გეგმები ყველაფერი შეუსრულდეს. ნუ თუ აღარ გიყვართ, თვითონ ასე ფიქრობს მეგობრებო. თვითონ ასე ფიქრობს, რომ აქ არის ორმხრივი სიყვარული. შეიძლება მას უნდოდეს, რომ ქონოდა ორმხრივი სიყვარული. ხა თვითონ საუბრობს ამას. მისი გეგმები თქვენთან დაკავშირებით არის ის, რომ ორმხრივ სიყვარულზე საუბრობს, ორმხრივ გრძნობებზე საუბრობს. ეს ადამიანი ამბობს, რომ ყველანაირ ხერხს მიმართავს ამისთვის. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს მეგობრებო. მაგიაც, რაღაცა, აი რა ქვია მაგას სულ მავიწყდება. აი მე ღმერთო როგორ დამღალა, ღმერთო როგორ მანიფესტაციები. შეიძლება აკეთებდეს მანიფესტაციებს, შეიძლება ამაზე ლოცულობდეს, ტაძარშიც დადიოდეს, სამთლებსაც ანთებდეს ამისთვის ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანი. იცოდეთ. ამისთვის ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავის საწადელს მიაღწიოს. ნახეთ უბრალოდ, აი 4 კარტი საუბრობს ყველაფერს. ჯადოსნური ჯოხი მაქვსო ამბობს. მე ამ ჯოხს ასე დავკრა და მე რომ მინდა ისე უნდა იყოს ყველაფერიო. აი მე არა მეგობრებო, ამას თქვენი პარტნიორი ამბობს. ვისთან პარტნიორი და ვისთან რა. ხო. თუმცა ეს ადამიანი შეიძლება მიჩვეულია ამ ჯოხის ქნევას რო იტყვიან, თავის ჭკუაზე ყველაფრის კეთებას. არც ისაა გამორიცხული. ძალიან ჭკვიანია მინდა გითხრათ. ხო, ეს ადამიანი სულელი არ გეკონოთ, უჭკვიანესია. კი, ეს ადამიანი იტალიურად კი ნაღამ თქვის სიმეთქი. მეგობრებო, აი ხო ხვდებით, ქართულიც მავიწყდება. ხო. ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია, ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანია. ამ ადამიანს ძალიან ბევრი რაღაც ազდის ხელიდან, უნიჭიერესია. შეიძლება ხელი რაღაცებს აკეთებდეს. არ ვიცი მეგობრებო, ვინ რას აკეთებს, თქვენი პარტნიორი. აქ ვხედავ ნემსი, მახათი, პაპიროსის ქაღალდი, ნარმა, მითხარი, მიტკალი, რა გინდა მითხარიო. ხო. კერავს, ქარგავს, ქსოვს, ხატავს, მღერის, უკრავს, ძერწავს, რაღაცას აკეთებს. ეს ადამიანი რაღაცას აკეთებს. მე არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ შეიძლება ყველაფერს აკეთებდეს. ყველაფერს აკეთებდეს. შეიძლება აი არ ვიცი, აი რასაც მოკიდებს ხალხს ყველაფერი გამოსდის. ხო, ანა მარია, ნუ რა ვქნა? ერთადერთი შემიძლია რაღაცა გითხრა ლილიანა. მეგობრებო, იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს, გადმოდგამს თუ არა თქვენი პარტნიორი ნაბიჯს. ჩემი პასუხია კი. როდის არ ვიცი. ხო. ის კი ვიცი, რომ თქვენ არ უნდა გადადგათ, არანაირად ნაბიჯი არ უნდა გადადგათ, მეგობრებო. თუ ეს გაინტერესებთ, ნაბიჯი არ უნდა გადადგათ. არანაირი ნაბიჯი მისკენ. პირიქით, უკან. თქვენ უნდა დაიხიოთ უკან. მეგობრებო, ხო, ძალიან ნიჭიერია მინდა გითხრათ. ძალიანაც კარგი ანა მარიაა. ხო. რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზო, ჩემო სიყვარულო გოგო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ხო იცი? შენ ახლა მიხარ ჩემთვის, მე აქ არ ვიტყვი. ხო. შენ ჩემი უსაყვარლესი გოგო ხარ. ხო, ისე დედა შენიც რო ძალიან მიყვარს, ხო იცი? მე შენი დედიკო ძალიან მიყვარს.
დღეს ველაპარაკე სხვათა შორის. ხა. მოკლედ მეგობრებო, კიდევ რას გვეტყვის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? კიდევ რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი? კიდევ რა მინდაო? კუცურამ თუ ცუგურა? კიდევ რა მინდაო? მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენ დაადგით გვირგვინი და თქვენვე ჩამოამხვეთ ეს გვირგვინი. ხო და ეხა ესე საცოდავაძის ცალკის წინ. და უკტავების თეთრი ვარდი მინდაო იძახის. უკტავების თეთრი ვარდი მინდაო იძახის. მინდა უკტავების თეთრი ვარდია. ანდა იმას იძახის, სარკევს აჭრეტელოთ, რაღაცა აი მაგ კინოში როა, ქართულ კინოში, მეგობრებო, ზღაპარი რა, ზღაპარში გონი ამ საწოდავს თავი. ზღაპარი დაკარგა, ზღაპრული ცხოვრება ამ ადამიანმა დაკარგა. მინდა გითხრათ. ზღაპრული ცხოვრება დაკარგა. ხა, ზღაპარში იყო თქვენთან ერთად. ხა, თქვენთან ერთად იყო ამ პოზიციაში. აი თქვენ იყავით მისი ეს ჯადოსნური ჯოხი. ხო, მე ყველას ასე კარგ ხასიათზე ვაყენებ. კი. ხა, ეხლა რაქნას არ იცის, საგე იქცეს, კისერი სამეიტეხოს და კინჩხი იმას ფიქრობს. ხა, ნახეთ მეგობრებო? საგე იქცეს, სამი ეკანოს, საგე ეკანოს, გამოქანდუ იწექვი ამას. აი მე ვერ ვიცინე მაღლა. გამოქანდუ იწექვი ამას. ხა. ასია მეგობრებო. ძალიან კი აქვს ამის სურვილი, მაგრამ ვერ მოდის. ძალიან ბევრი ხელი შემშლელი ფაქტორები აქვს, ნახეთ? ნახეთ მეგობრებო, აი საზიზღარე. ანახეთ მეგობრებო, ხა მის ქვეშ რა კარტია. ხა, ნახეთ? ხა, აგერ კიდევ ნახეთ, ეხლა რო არ ვილაპარაკო არ შემიძლია. გეუბნებით ეს ადამიანი სადღაც გიყურებს და ესე ხელებით გეჩხუბებათ. ესე ხელებით გეჩხუბებათ. რა ვერ შეიგნეთ. ქალო, ესე გეუბნება. მე აღარ შემიძლია. ვერ გავიცინებ ხომ აღლა. მეც დამიჭერენ, შეც დაგიჭერენ ტრიფონიასაც დაიჭერენ ნანა მარია. აი მე აღარ შემიძლია. ხო, ნახეთ ეხლა რა ხდება მეგობრებო. ქალო, გეუბნება, რით ვერ გაგაგებიეო. ნახეთ მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. ეს თვალდაყლებული ბუთქვენ ხართ რაღაც შეშინებული რო უყურებთ და აი საცოდავად კიდო ხელებით ნეტა მართლა. ხო, არ ჩაბჟირდე ანა მარია. ანა მარია სკორს ვერ გამოგიძახებ. იცოდე, არ ჩაბჟირდე. წყალის მომსხმელი არ ყავს მაგანი შენ არავინ. ასე რომ არ ჩაბჟირდე, ჩემო ლამაზო. ხო. უყური ახლა რა ხდება საცოდავი მეგობრებო. ხო, ესე გეჩხუბებათ. ქალო რა გინდა? ქალო შედი კუხნაში, ასე გიძახით. ხო, ეს ერთი. მერე მეორე მეგობრებო, ნახეთ? ამ საწოდავს ესე უკაკუნებს, უბრახუნებს, სამყარო უბრახუნებს, ანგელოზები უკაკუნებს. და ესე კუთხეში მიამწყდნენ აი საწოდავი. სკამზე რომ დააჯინენ, იმ სკამიდან ვერ დგება. რაქნას. ხა. გასაღები ხელში აქვს და იმას ვერ ხდება, რომ მე კარები უნდა გააღოს და გამომბძანდეს უნდა იქიდან. ამას ვერ ხდება, მეგობრებო. ვერ ხდება. ასე მითითებებს ეუბნებიან მეგობრებო. ძალიან ბევრ მინიშნებას აძლევს სამყარო, მაგრამ არ ესმის, აი, ესეთია. შეაყარე კედელს ერცვი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი, მე კარტი გადამივარდა და უნდა ავიღო რა კარტია. მეგობრებო, ერთი წუთით. ამას გვია კაცი ბჭოდა და ღმერთი იცინოდაო, მეგობრებო.
ეს ადამიანი რაღაცას გიმტკიცებთ ხელებით, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით? რაღაცის თქმა უნდა. მე მოვალ. მე გადმოვცურავ ზღვასო. ანდა ასე ამბობს. ხო, რაღაცას გპირდებათ. აი, ნახე, მე მომავალში ავაშენებ ბაბილონის გოდოლს. მე აგიშენებ სასახლეს. მე გადმოვცურავ ზღვას. მე ხო, აი, ხო, რაცა სასწაულები მეგობრებო. ადამარია. ხა. ჩვენ აწი ყველა საღამოს გვექნება აი ეს სიცილი და კისკისი. ყველა საღამოს მეგობრებო. ხო, ჩვენ ღამე უფრო კარგად ვხალისობთ. ხო, ასე რომ კი, გადმოვინაცვლე ისევ ღამე. ხო, ასე რომ ჩემო მეგობრებო, ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს მედლები. ხო, ამ ადამიანს შეიძლება გრამატნაია პოჩტები ქონდეს. ეხლა დავიწყებ საუბარს მზიაკვირიკაშვილებით სცენაზე დავდგები მეგობრებო. მე ვიხალის, მე ესე ზღაპრებს მოგიყვებით და თქვენ მისმინეთ. ხო, ნახეთ ახლა რას ამბობს. ხო, ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს მართლა ქონდეს რაღაც პრიზები და ამბობდეს მე შეიძლება 2 დიპლომი მაქვს, მე ნახე რა მაგარი ადამიანი ვარ, მე ყველაფრის მცოდნე ვარ, მე ასე ვარ, მე ისე ვარ, მე ეს ბიზნესი მაქვს, მე ამდენი ფული მაქვს და ამ დროს მეგობრებო ნახეთ, მე მგონი ხელში კარტი უკავია. დედას გეფიცებით. ხო, ეს ადამიანი აუცილებლად რაღაცას აკეთებს. ხო. შეიძლება კარტებსაც უყურებდეს. მე დედას ვიცარ, მეგობრებო, ყოველ ჯერზე ამ ასტრაბარათებიდან ახალ რაღაცებს ვხედავ. ხო. გეიხარე, გამახარე. ხო, ასე რომ ჩემო ძირფასება. მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით რო იტყვიან. შეიძლება იმასაც ფიქრობდეს ეს ადამიანი ხომ არ მომწამლეო, ნახეთ, აქ არის 2 ვაშლი. ხო, ნახეთ, 2 ვაშლი მეგობრებო, ორივე გაგდებული აგერ. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი. მაგრამ ამ ფერი სასწაულია, დღეს ესე ამოყარა 7 კარტის მაგივრად 27 ბარათი ამომიყარა მეგობრებო, თქვენმა პარტნიორმა. მორბის, მარა სამორბის არ იცის. მორბის და იმდე რაღაცას წამოკრა ფეხი ამსაცოდავ, მარომე ვერ ხდება საით გოუხვიოს. ხო, თუმცა დასაწყისი. მეგობრებო, კისერს მოვიჭრი. ჯერ ერთი ის რომ ამ ადამიანიდან ელოდეთ სიახლეებს და ახალ დასაწყის, ეს ერთი. მერე მეორე ის რომ ეს ადამიანი თქვენსავით რაღაცებს უყურებს, აი როგორც ახლა თქვენ მე მისმენთ, ესე უსმეს ისიც. ხო, ესეც უსმენს იცოდეთ. კი, ეს ადამიანი შეიძლება აკეთებდეს მანიფესტაციებს, რაღაცებს კითხულებდეს, რაღაცებს უყურებდეს, ხო იქ რაღაც წმენდებს უყურებდეს, ესეთი სურათი წმენდებშიც არის ლოცვების წიგნი, აგერ წმენდის კიდევ რაღაცები, ქვიშის საათი, სანთელი, გველი. ხო, გველი. ხო, გველზე თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გველი ტყავსაც იცვლის, შეიძლება ამ ადამიანს ძალიან ცვალებადი ხასიათი და საქციელიც ქონდეს. არც ესაა გამორიცხული. ხო. თქვენ თუ დარწმუნებული ხართ იმაში, ხარ, რადგან საჯაროა და ზუსტად 100%-ით ვერ ვიტყვით მაგალითად, შეიძლება ეს ადამიანი წმენდებსაც იკეთებდეს. ხო, და ამ ყველაფერში დიდ თანხას იხდიდეს. ხო. ხო, აი რაღაცნაირი ტიპია, აი რაღაცნაირი ადამიანი ჩანს, საკუთარ თავზე შეყვარებული. იცით რა, უბრალოდ მეგობრებო, ეს თქვენი ნამოქმედარია, ეს მინდა გითხრათ, ეს თქვენი ბრალია. თქვენ ხართ ამაში დამნაშავე, იმიტომ რომ ჩამოაცვით თავზე გვირგვინი. რატო ჩამოაცვით?
ხო. ეს თქვენი ჩამოცმული გვირგვინია, მაგრამ კაი დროზე ჩამოამხვეთ მერე. ამაშია საქმე. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ ამ ადამიანიდან ნებისმიერ საქციელს, იმიტომ რომ სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულია ვამბობს, ამიტომ ეს ადამიანი ასე ადვილად თავს არ დაგანებებთ, იყავით მზად ყველაფრისთვის. ამ ადამიანიდან იყავით ყველაფრისთვის მზად. ეს ადამიანი ყველანაირ ხერს გამოიყენებს, ყველაფერს ჩართავს, გონებას, აფერისტობას, ტყუილებს, მანიპულაციებს, ხრიკებს, 1 2 3 4 5 ვარიანტი, ABCD ვარიანტი, Y და X. რაც თქვენ იცით და რაც თქვენ არ იცით, იმასაც ჩართავს იცოდეთ, ასე რომ ელოდეთ მისგან მსგავს რაღაცებს და თქვენ კიდევ ელოდეთ იმას, რომ იყოთ მზად. ხო, ამ ყველაფრისთვის იყავით მზად. არ ვიცი რა დავარქვა ასეთ ადამიანს, მაგრამ იმის გამო რომ თქვენთან ამ ადამიანს ყველაფერი გამოვიდეს, ამისთვის ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, იცოდეთ მეგობრებო. გაფრთხილებთ, რომ იყავით ყველაფრისთვის მზად. გაფრთხილებული ხართ და როგორც იცის იმან ცაგარელმა, ბატონმა ცაგარელმა, გაფრთხილებული ხართ და შეიარაღებული ხართო, ასე რომ იყავით გაფრთხილებული და დაცულები მეგობრებო. მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაბრუებული ვარ, ოღონდ მართლა ხუმრობის გარეშე. გამაბრუა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა ძალიან. ტვინი ამიბნია, რომ ტყვიან. რით ვერ გამოსწორდა, კაცო? ხოცა იყო ტვინი. მოდით ერთი მეგობრებო, მაინც დროის კარტი გამოვიყენოთ. აი რაღაცნაირად გადამივარდა კარტი. არ ვიცი რისი კარტია, მაგრამ დროის კარტი გადამივარდა. არ ვიცი ვისთან 6 თვე. არ ვიცი იქნებ ვინმესთვის რაიმეს ნიშნავდეს ეს ყველაფერი. ეხლა რადგან ჩაფიქრებამდე ამოვიდა ეს კარტი, მოდი ეხლა მოვიდან ამ კარტის შინაარს. იქნებ ვინმესთან ალბათ აუცილებელიც იყო. არ ვიცი ვინ რას ელოდებით, შეიძლება ელოდებით 6 თვეა, 6 დღეა, შეიძლება 6 რიცხვში, 16 რიცხვში, 6 დღეში, 6 კვირაში და 6 თვეში. აი ეს ვადა, რაც ჩამოვთვალე ეს რიცხვები, შეიძლება 6-იანი რამეს ნიშნავდეს. 6 ვადაში რაღაცის დასასრულს გაიგებთ. ან 6 ვადაში რაღაც გადაწყდება. ან 6 ვადაში გეცოდინებათ პასუხი, რაღაცის პასუხი, ვის რა გაინტერესებთ, ვის რა შეკითხვა გაქვთ სამყაროსთან, მეგობრებო, იმის და მიხედვით მიიღეთ ეს პასუხად. ხო, ეხლა რაც შეეხება 6 თვეში შეიძლება 6 თვეში რაღაცის დასასრული იყოს, რაღაც ეტაპის დასასრული, სადაც ამოისუნთქავთ. ხო. შეიძლება ელოდებით უკვე 6 თვეა, შეიძლება 6 რიცხვთან დაკავშირებით რაღაცას ელოდებით და ამ ყველაფერს 6 რიცხვი. დღეს რა რიცხვია მეგობრებო? შეიძლება 6 რიცხვში გაიგოთ რაღაც, ან 26-ში გაიგოთ რაღაც. 16 უკვე აღარ იქნება 26 რიცხვში, ან 6 დღეში, ან 6 კვირაში. ხო, 6-იანებთან კავშირშია მეგობრებო. რაღაც ამბავი მოვა თქვენამდე, რაც 6-იანებთან კავშირშია იცოდეთ. ხო. ვისთან 6, ვისთან 26. ჩემო ძვირფასებო, 6-იანებთან კავშირშია. ხო. მოკლედ, ავიღებ ეხლა ამ კარტს და ჩაიფიქრეთ ეხლა პარტნიორი. მოდი გავაკეთებ 2 ვარიანტად. 2 ვარიანტი.
ეხლა ვფიქრობ რა დავადო ზემოდან. ერთი წუთით მეგობრებო. აი ისეთი რაიმე რა დავდო. აი ეხლავე გეტყვით რაც უნდა დავდო. ეხლავე გეტყვით. გავაკეთებ ორ ვარიანტად. ჩაიფიქრეთ მეგობრებო. ადამიანი რა დროის ვადაში ან რაიმე სურვილი ჩაიფიქრეთ რაიმე სურვილი მეგობრებო და რომელიმე ვარიანტი აირჩიეთ. გავაკეთებ ორ ვარიანტს. ჩაიფიქრეთ სურვილი და რა დროის ვადაში აგისრულდებათ, გავარკვიოთ. ხედავთ ხო? უყურეთ. აი ესე. მეგობრებო, პირველი ერთი წუთით მეგობრებო. ერთი წუთით. აკე. აი ესე. პირველი. ეს არის პირველი. ეს არის მეორე. აი ესე. პირველი, მეორე. არ ვიცი როგორ გაჩვენოთ. აი, მოდი იყოს ესე. ცხენი პირველი, ვარდი მეორე. ჩაიფიქრეთ, დახუჭეთ თვალები, ჩაიფიქრეთ სურვილი და თვალებს როდესაც გაახელთ, საითაც გაგექცევათ თვალი, აი იმ ფოტოს, იმ გამოსახულებას ესე დაადეთ თითი და ეს იყოს ჩემი და ჩაუთქვით სურვილი. მეგობრებო, გავჩუმდები 2 წუთით. ჩაიფიქრეთ სურვილი და გავარკვიოთ რა დროის ვადაში ახდება თქვენი სურვილი. რაც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, იმედია მოასწარით, ვინც ვერ მოასწარით და დააპაუზეთ მერე მეგობრებო, ასე რომ ეს არის პირველი და პირველი ცხენი თქვენი ჩაფიქრებული სურვილის ასრულების ვადა არის ამ საღამოს. არ ვიცი ცხენი მოიჩქარის ცხენი და მოიჩქარის თქვენკენ სურვილები. ეს არის ღამით. ავშენდი აბა რა ანამარია. რას ლაპარაკობ? ავშენდი რომელია? ხო, თქვენი სურვილი შეიძლება ასრულდეს ღამით. აქ ღამე შეიძლება იყოს დღესაც, ხვალაც, ზეგაც. მეგობრებო, არ მეჩხუბოთ. ამის გამო თუ კი ისეთი რაღაცა ჩაიფიქრეთ, რაც შეიძლება იყოს წასვლასთან, მოსვლასთან, ადამიანის მოსვლასთან, არ ვიცი რა სურვილი ჩაიფიქრეთ, თქვენი სურვილი ახდება, ეს იქნება დრო ღამით. ღამე, საღამო იქნება. თქვენი სურვილი როცა ახდება, თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, ეს იქნება ღამე. ღამე მეგობრებო. ნოჩი, ერთი სიტყვა, ღამით. და ბატონო. ასე რომ გავაჩოჩოთ ჩვენი პირველი ვარიანტი. გადავიდეთ მეორეზე. ვინც მეორე ჩაიფიქრა? მეგობრებო, ეს არის თქვენზე დამოკიდებული, რამდენად გწამთ ეს ყველაფერი. ეს არის თქვენზე დამოკიდებული. გწამთ, ახდება, არ გწამთ, არ ახდება. ნუ არ ვიცი მეგობრებო. ინდივიდუალურია ყველა და ყველამ ჩვენებურად უნდა ვიწამოთ. ვინც ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტი და სურვილი, თქვენი ჩაფიქრებული სურვილი რა დროის ვადაზე ასრულდება? რა არის? ხო, აი ნახეთ რა არის ეს. აი თქვენ ხო ჩაიფიქრეთ რაღაცა და გინდათ რაღაცა აგიხდეთ. ჩაიფიქრეთ და გაუშვით. არ ელოდოთ ამ ყველაფერს მეგობრებო. ამ ყველაფერზე არ იფიქროთ. ეს თუ რაიმე დიხანია გაქვთ ჩაფიქრებული და აი მაგალითად ველოდებით ავტობუსს, ველოდებით მატარებელს და ამ ჩვენს ფიქრში მატარებლის ლოდინში უცებ ჩაგვიქროლა მატარებელმა მეგობრებო, ხო? არც მაგაზე ინერვიულოთ. არ ჩაეციკლოთ ამ თქვენს ჩაფიქრებულ სურვილს მეგობრებო.
არ ჩაეციკლოთ, ის აუცილებლად ახდება, უბრალოდ არ ჩაეციკლოთ. თებერვალი. ავიღე ჩვეულებრივად კარტი და ამოვიდა თებერვალი. მეორე პასუხი არის თებერვალი. უბრალოდ არ ჩაეციკლოთ ამ ყველაფერს, მეგობრებო. ხო. რატო გადაირევი? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ეს ვარდი ძალიან მოსწონს მორიელს. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ვინ ვარ და ჩვეულებრივი ადამიანი? მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უნდა სხვისთვის სიკეთე. ადამიანი, რომელსაც უხარია სხვისი ბედნიერება. ადამიანს, რომელსაც უნდა ყოველთვის სხვისთვის კარგი და უფალმა ის სიკეთე დამიბრუნოს, რაც მე თქვენთვის მემეტება, რაც მე თქვენთვის მინდა და რაც მე სხვისთვის მინდა ზოგადად. იმ სიკეთით მატაროს უფალმა მე, რაც მე სხვისთვის მემეტება. ის ბედნიერება დამიბრუნოს უკან მე უფალმა და სამყარომ, რაც მე სხვისთვის მიხარია. ხო, ესეა ჩემო ძვირფასებო. ყველაფერი მემეტება სხვისთვის. ყოველთვის კარგი მემეტება სხვისთვის. თორემ მე რომ ესეთი არ ვიყო, მე რომ ბოროტი ვიყო, ხო? მე ისეთი რაღაცები გადამაქვს. უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. მე ახლა არ ვიცი, შეიძლება საგიჟიში ვიყო. ხო. ღმერთმა და უფალმა სამყარომ ყველანი გამყოფოთ დალოცვილები, გახარებულები, ბედნიერები, სიყვარულით სავსე. აი რო გათენდება დილა და რო იტყვით. ყოველთვის უნდა თქვათ, მადლობა უფალო ამ გათენებული დღისთვის. მადლობა უფალს, რაც მაქვს. პირადად მე მადლობა სამყაროს იმ სიძლიერესთვის, იმ ფეხზე დგომისთვის, რაც მაქვს. მადლობა უფალს იმისთვის, რომ მე ვარსებობ. მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვარსებობ. მაინც ფეხზე ვდგავარ. იმისთვის, რომ ბოროტება არ შემიძლია რომ გავაკეთო. უფალს მადლობა. თორე თქვენ რო იცოდეთ, მეგობრებო, მე ეს 2 დღე რა გავიარეთ, აი უბრალოდ გასულელდებით. ხო. ნერვი აღარ მიტოკდება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, არაფერზე არ ინერვიულოთ, არავინ და არაფერი არ ღირს ამათ. ვისაც არ უნდებ ხართ, თუნდაც მეგობარი, თუნდაც მეზობელი, თუნდაც მოაზროვნე, აი დედმამიშვილი, შვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ნათესავი. არავინ არ ღირს იმად, რომ ვინმეს რაიმე უმტკიცოთ. მინდა იყვეთ ბედნიერები, მინდა იყვეთ დალოცვილები, მინდა იყვეთ სიყვარულით სავსეები და რაც მე თქვენ გისურვოთ, მართლაც უფალმა ის დამიბრუნოს მე. ასე რომ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება მინდა გისურვოთ და ყველაფერი საუკეთესო გქონოდეთ მართლაც ცხოვრებაში. და აი ამ წელს მოიტანოს ის დიდი ბედნიერება, რაც თქვენ გსურთ და როგორიც თქვენ გსურთ, თუნდაც პარტნიორი, თუნდაც სამსახური, თუნდაც ცხოვრება, გარემო სიტუაცია, არ აქვს მნიშვნელობა. ის გზა, რაც თქვენ აირჩიეთ, იმ გზაზე ყოფილიყავით, აი არ ვიცი, თქვენს გულს და სულს რო გაუხარდება, მეგობრებო. ნამდვილად მე ვარ ის ადამიანი, ვისაც გაუხარდება თქვენი კარგად ყოფნა, ასე რომ დაგემშვიდობებით. გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალამდრომდე, ხვალაც გვექნება ლაივი აუცილებლად. თუ ვერ მოვიფიქრე რაიმე სათაური, ერთად მოვიფიქროთ, არც მაგია პრობლემა და აუცილებლად ავტვირთავ ამ დღევანდელ ამ საღამოს ამ ლაივს, ამ ღამის ლაივს აუცილებლად ავტვირთავ და გელოდებით კომენტარებში, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. 2 წელია უკვე შეგვისრულდა, 2 წელი შეგვისრულდა 16-ში. მაპატიეთ, რომ ძალიან მინდოდა თქვენ დაყოფნა, მაგრამ ძალიან რთული დღე მქონდა იმ დღეს მორიელმა იცის.
ამიტომ ვერ მოვედი თქვენამდე და მაგრამ არაუშავს 2 წელი შეგვისრულდა უკვე ერთად ყოფნის. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს. აი არ ვიცი თქვენ რომ არა მე არ ვიქნებოდი და იმედი მაქვს თუ კი რაიმეთი ვეხმარები თითოეულ თქვენთაგანს, ეს ჩემი ძალიან დიდი სტიმულია, ასე რომ ყველაფერი სასიკეთოდ აიღეთ მეგობრებო. ცხოვრების გასაუმჯობესებლად, შესაცვლელად და აი იმ სწორი გზის ასარჩევად, რასაც ჩვენ აქ ვგებულობთ. სასიკეთოდ აიღეთ ყველაფერი და ეს იქნება ჩემი დიდი ბედნიერება, ოღონ მართლა. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას და წარმატებები და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას და მიყვარხართ.